მუღანის ველზე მოხდა არჩევნები. ერეკლეს მისცა უფლება ქრისტიანული წესით ასულიყო ტახტზე. 1729 წელს სამჯერ ამასხებს ავღანელებს. ესენი არიან გარეძალის წარმომადგენლები. იმხელა ნადავლი წამოიღო დელიდან, რომ ეს აღემატებოდა საფრანგეთის დანახაჯებს 7 წლიან ომში. ამ კაცს არ აქვს ეს რელიგიური პრიორიტეტები მაინდა-მაინც. თქვენ რუსები სხვა ხართ, აქ რა გინდათ? ეს ყოველთვის ჩვენი იყო. ჩრდილო კავკასიამ მას მოუღო ბოლო. ქართულ წარმომავლობის ირანელებს უყვართ გორჯის დამატება გვაზე. კიდე კაი, მაგრამ ხელისუფლება ვერ გაიმყარა, თორე ქართლ-კახეთს კაიდღი არ ელოდა მაგ წმენდის კაცის პირობებში. კიდევ ძალიან უყვარდა ამ კაცს ცხადავდნენ. დღევანდელი ორთაჭალა და ავლაბარი, ეგ არის მთელი თბილისი. თაბუ დამხვევის ისწრაფით იცვლება სიტუაცია. ის რომ გამეფებული იყო, სერიოზული შახი დადგებოდა მისგან. დღემდე არის დავა, როგორ მოკლეს, რატომ მოკლეს. რუსმა ჯარისკაცებმა ქართველი კაცები გააუპატიურეს, მღვდელიც მათ შორის. ისი მიმდევრები არიან ქალებიც და ერთ-ერთი ქალი არის, რომელიც პირველი იხსნის თავსაბურავს. ისლამურ რევოლუციას მაგონებს. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვასრულებთ ირანის ციკლს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავიარეთ ირანის ერთი ეპიზოდი იყო ანტიკურობიდან ვიდრე ისლამამდე, შემდეგ ისლამიდან ვიდრე სეფიანთა დინასტიის დასასრულამდე. მანამდე კიდევ უფრო ადრე ჰქონდა ჩაწერილი ირანის ისლამურ რევოლუციაზე ეპიზოდი და აი დღეს ფაქტობრივად ირანის ზოგადი კურსს ამოვწურავთ და ველაპარაკებთ ირანის ისტორიაზე დაწყებული ნადირ შაჰიდან, ანუ 1730-იანი წლებიდან ვიდრე სეფიანებამდე, ანუ 1925 წლამდე. ეს არის ირანის ისტორიის თითქმის 200 წლიანი მონაკვეთი, სადაც ბევრი რამ საინტერესო მოხდა, მათ შორის საქართველოსთვის. დავიწყოთ ნადირ შაჰის ურთიერთობა ერეკლესთან, რომელიც ნადირ შაჰი პირდაპირ პატრონაჟს უწევდა და ეხმარებოდა ერეკლე თეიმურას, რათა გამაგრებულიყვნენ აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ყაჯარები, აღა მაჰმად-ხანი, ეს უბედურება, რაც 1795 წელს დაატყდა აღმოსავლეთ საქართველოს და უკვე ირან რუსეთის კონტექსტში მიმდინარე ირან-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში მიმდინარე მე-19 საუკუნე და ბოლოს რასაკვირველია შევეხებით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელსაც ძალიან საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა ირანთან და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობისა, აი ამ 18-21 წლებში ირანიც იყო, რადგან რანს ეშინოდა რუსეთის და მას სურდა, რომ ერთგვარი ბუფერული სახელმწიფო არსებულიყო რუსეთსა და ირანს შორის. მოკლედ, წაუყვებით ამ თემებს ნელ-ნელა. ჩემი სტუმარი კვლავინდებურად არის უფროსი მეგობარი და კოლეგა გიორგი სანიკიძე, პროფესორი გიორგი სანიკიძე და სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დაგვიკომენტაროთ, დაგვისვათ კითხვები და თუ შეძლებთ, გაგვაზიაროთ კიდეც. მინდა რომ ცოდნის გავრცელებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალი მთის, წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. გიორგი, სალამი და გავაგრძელოთ მოკლედ ეს ჩვენი დისკუსია, მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. წინა ეპიზოდში მივედით სეფიანების ბოლომდე და მივადექით აი ჩემს უკან რომ კაცი არის ნადირ შაჰი, საერთოდ ეს პანელებზე საინტერესო ხალხი არის გამოსახული ორ-ორად და ანუ ესეც
ერთგვარად აი ამ საქართველოსა და ირანის ამ პერიოდის ურთიერთობის კომპლექსურობას უსვამს ხაზს. აი ერეკლე არის თქვენს უკან, ჩემს უკან მამამისი თეიმურაზი, აქეთ ჩემს უკან ნადირ შაჰი, თქვენს უკან აღა მაჰმად-ხანი და აი რუსეთის იმდროინდელი ორი იმპერატორი, უბრალოდ იმპერატრიცა და იმპერატორი ეკატერინა მეორე და მისი შვილიშვილი ალექსანდრე პირველი. ანუ აი ეს ხალხი ამოძრავებს ამ პერიოდის დინასტიას. ნადირ შაჰი ეს კაცი არის აფშარი, ანუ არ არის სეფიანი და პირველ რიგში მინდა დაგისვათ ესეთი კითხვა, რომ საქართველოში მაგალითად არ გვაქვს ესე დინასტიების ხელთათმანებივით ცვლის გამოცდილება, ხო? ხო, კაცმა არის ის ბაზალეთის ომი, რომ გიორგი სააკაძეს მოეგო, შეიძლებოდა თუ არა ყოლოდა სააკაძების დინასტია, ეს არ ვიცით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი ხანი ირანის გავლენის ქვეშ არის ეს ქვეყანა, დინასტიები არ გამოიცვალა. ხა იქ იყო რაცა ყრუხმები შუა საუკუნეებში, მაგალითად, როცა ეს დავით ულუ და დავით ნარინი მე-13 საუკუნეში გაუჩინარდნენ, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეგარსლან ბაკურციხელი შეიძლებოდა გამხდარიყო მეფე. ნუ დასავლეთ საქართველოში ერთი ეპიზოდი იყო, ეს ვახტანგ ჭუჭუნაშვილი, რომ გახდა რაცა წელიწადნახევრით თუ არ ვცდები მეფეთ რო დასვეს. მაგრამ თლიანობაში, ანუ ეს ბაგრატიონების დინასტია ძალიან სტაბილური არის. რასაც ვერ ვიტყვით ირანზე და მით უმეტეს ირანზე მე-18 საუკუნეში. ეს რასთან არის დაკავშირებული და მე საიდან მოდის ეს ნადირ შაჰი, ვინ არის ეს კაცი? მოგესალმებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მართლაც როგორც თქვით, ეს არის რაღაცა ეს მღელვარების და არეულობების საუკუნე. პრინციპში სეფიანთა დინასტიამ შექმნა საკმაოდ მყარი სახელმწიფო. ეს სიმყარე შეჭა გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ სახელმწიფოს, მაგრამ შემდეგ დაიწყო ღვევა სუსტი შახების და ბევრი ასე ვთქვათ საკითხი შეიძლება გამოიყოს, რის გამო დასუსტა ეს სახელმწიფო. მაგრამ მოცემულობა გვაქვს 20-იანი წლებისთვის, რომ ავღანელები თარეშობენ, ასე ვთქვათ, ირანში და აი აქ ჩნდება ახალი ფიგურა, ისევ და ისევ თურქული მოდგმის ტომის წარმომადგენელი, ძალიან ხანგრძლივი ეპოქა თურქული დინასტიების დომინირებისა ირანში, აფშართა ტომის წარმომადგენელი ნადირ შაჰი, ძალიან საინტერესო ფიგურა ბევრი თვალსაზრისით, რომელმაც პრინციპში შეძლო გარკვეული პერიოდის მანძილზე ირანის ერთიანობის აღდგენა, ერთი გარემტრების დამარცხება, ორი ოსმალეთთან ისეთ პირობებზე ზავის მიღწევა, რითაც პრაქტიკულად აღდგა ამასიის ზავი და შემდეგ ზოჰაბის კოლექტირებული ამასიის ზავი და რითი გამოირჩეოდა ეს პიროვნება. ესე იგი უკვე ბოლო სეფიანების თამას მეორის დროს ჩდება, თავარი ძალა ხდება, მისი ჯარი მთავარი ძალა ხდება და შემდეგ უკვე რეალურად მის ხელში გადადის ძალაუფლება, მარიონეტი არის თამაზიც, მისი ვაჟიც აბას მესამეც და 1936 წელს ის 1726 წელს ის არჩეულ იქნა ახალ შახად, ესეც საინტერესო მომენტი არის. მუღანის ველზე მოხდა არჩევნები, ვინც ხმარ მისცა სხვათა შორის. კაი დღე არ ეწია. ხო, დღის სინათლე მეორე დღეს ვეღარ ხილა. და ახალი ესე კონტექსტი გიორგი არის ესეთი, მაინც რომ ვისაც შეიძლება წინა ეპიზოდი არ უნახავს, რომ მაინც შევახსენოთ, 1722 წელია, ხო, როცა ავღანელები იღებენ ისპაჰანს და ნუ ეს სეფიანები აღარ არიან ფაქტობრივად და
აი ეს კაცი ნადირ შაჰი ახერხებს კონსოლიდაციას მაინც პირველ ეტაპზე ფორმალურად სეფიანს აბრუნებს, თამას აბრუნებს, ხო? ტახტზე, თამას მეორეს, მაგრამ შემდეგ იფიქრებს რა რა პრობლემა არის, ხა რატო ესეც საინტერესოა, ეს სხვადასხვა თქვათ ციგნებში ხანდახან დასასრულად მოხსენიებულია სეფიანთა დინასტიის 1722 წელი, ხან 1736. ასე ვთქვათ, ესეთი. და ეს მუღანისველი რა არის, იმიტომ რომ მე აღა მაჰმად-ხანიც მუღანისველზე აცხადებს თავს შაჰად. რაღაც ესეთ სიმბოლური ადგილი არის რეალურად, მაგრამ სხვა მომენტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმატებული არის. მარტო 1729 წელს სამჯერ ამარცხებს ავღანელებს. ამარცხებს ოსმალებს და აღწევს აი ამ ხელშეკრულებას და ალბათ ესეც საინტერესო არის რომ ირანის ისტორიაში თვითონ ირანელებისთვის ეს დარჩებოდა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გმირად რომ ერთი პრობლემა არ იყოს აქ. ეს ადამიანი საქართველოს ისტორიასაც აისახა სხვათა შორის ინდიფერენტული იყო რელიგიის მიმართ. და მოინდომა და ალბათ მისი ამბიციებიდან გამომდინარე რომ შიიზმი რაღაცნაირად გარკვეულწილად მომხდარ იყო შიიზმის და სუნიზმის შერწყმა. და ვთქვათ მექაში მოინდომა ეგ ეწოდებული სუნიზმის და შიიზმის არსებობს საღვთისმეტყველო სამართლებრივი სკოლები 4 არის სუნიზმში, 1 შიიზმში და ესეთი სუნიტებს მოთხოვა რომ აღიარეთო მეხუთედო შიიტური სკოლაო და დადგითო ეს სვეტი დადგითო მექაში ამის ისა. ეს ოსმალეთთან ურთიერთობის კონტექსტში ალბათ. ოსმალეთმა უარი თქვა, მაგრამ იდეა ალბათ სხვა იყო, იდეა იყო რომ თავს ეს ადამიანი წარმოიდგენდა დიდ აღმოსავლელ დამპყრობელად, ანუ ისლამური სამყაროს გამაერთიანებლად, აი მეტიც მას ხონდა ამბიციები, რომ თემურლენგის მსგავსი ყოფილიყო. და თემურლენგის ნეშტი საერთოდ გადმოასვენა ერთი პერიოდი სამარყანდნიდან მეშხეთში. ნუ პრინციპში მის დინასტიასაც რაღაც პარალელი შორეული შეიძლება გავავლოთ თემურლენგთან ერთი იყო თემური და ნადერიც ერთი იყო რეალურად ამ დინასტიაში, ხო? თავარი ფიგურა ასე ვთქვათ. და ეს ამ მასშტაბებზე მისი ამბიცია თლათ უადგილო არ არის, იმიტომ რომ ცოტა ხანი იყო უბრალოდ არ დასწალდა, თორე სინამდვილეში ძალიან დიდი ტერიტორია მოკრიბა და ძალიან დიდი ტერიტორია მოკრიბა. ყველაფერი მოიგო. აი ერთი ფაქტი თუნდაც რომელიც ერეკლესაც უკავშირდება ეს დინდოეთის დელის ლაშქრობა. ესე იგი გამოთვლილია რომ იმხელა ნადავლი წამოიღო დელიდან რომ ეს აღემატებოდა საფრანგეთის დანახარჯებს 7 წლიან ომში. წარმოიდგინეთ რა მასშტაბურ ასე ვთქვათ ნადავლთან არის საქმე და ეს ყველაფერი დღეს შორის დიდი ნაწილი დავანებული არის თეირანში, იგივე გოლესტანის სასახლეში და იქ რაღაცა ფონდიც აქვს და ამაში ყველაფერი აი ასეთი დონის ფიგურა იყო. რელიგიასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო მომენტი არის კიდე რომ არსებობს ცნობა რომ მან ასეთი რელიგიური გადასახადის ჯიზიასგან გაათავისუფლა არამუსლიმები ირანში. ესეც მეტყველებს რომ ცოტა რელიგიას ასე ვთქვათ არასერიოზულად ყველაფერს რო თავი დავანებოთ ხა ერეკლეს მისცა უფლება ქრისტიანული წესით ასულიყო ტახტზე. ესეც ამ კონტექსტში ჯდება და უბრალოდ ვახსენებდი ეს მომენტი არის საინტერესო რომ აი ამ ჯიზიასგან გათავისუფლებულებს შორის იხსენიებიან ქართველებიც ირანში. ანუ ეს საშუალებას გვაძლევს რომ გამოვთქვათ ფრთხილი ალბათ ვარაუდი რომ იმ პერიოდში ქრისტიანებიც იყვნენ ეს გადასახლებული ქართველები ასე რომ ვთქვათ. ნუ მასშტაბური არის მისი დაპყრობები და ერთი საინტერესო მომენტი არის რაც მის ესე წარმატებებს ესე ვთქვათ რაღაცა სხვა ელფეს აძლევს რომ რეალურად სამხედრო რეფორმა მას ასეთი რამ არ ჩაუტარებია.
ამ დროს სამხედრო რეფორმის თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული ოსმალეთის იმპერიაში. ეს პირველ რიგში გამოიხატება, იმიტომ უკვე ევროპელი სპეციალისტები შემოდიან ამ პერიოდში და რა თქვა, ჯარის რეორგანიზაცია იწყება ასე ისე, თქვა, რაღაცეები, სკოლაც იქმნება არტილერიის და მაგრამ ოსმალეთის არმია ამ თქვა არა რეფორმირებულ არმიასთან მასწრდება. და ესეც რაღაცაზე გავლენას ახდენს შემდეგ ოსმალეთს. ძლიერი პიროვნება, დაუნდობელი პიროვნება, იმიტომ რომ ახლა არის ჩვენ აღნიშნეთ, რომ თქვათ იგივე თეიმურაზის და ერეკლეს შემთხვევაში ეს შეიძლება ძალიან დიდი როლი ითამაშა მათ ბიოგრაფიაში და მათ გამეფებაში, ხო? ერეკლე მას ახლდა 19 წლის ერეკლე 1739 წელს ინდოეთის ლაშქრობაში და ერეკლეს ინდოეთის დედაქალაქი დელია აღებული, აი ის ცნობილი დელის აღება და გაძარცვა ერეკლეც იქ არის. კი, საინტერესო ზოგიერთ ქართული წყარო ან რაღაცა დეტალური წყარო რო კონდეს კარგი იქნებოდა ერეკლეს იქ ყოფნის შესახებ. აი ალეკო მოიტანა მიხაბერიძემ ის და ერეკლეს წერილი თვითონ იქიდან მოწერილი. მცირე ნაწილი არის, მაინც დეტალიზაციას ვთქვა რაღაცა ინფორმაციას გვაძლევს, მაგრამ ამომწურავი არ აქვს რეალურად. მაგრამ ამ პიროვნების აი ესეც არის ალბათ რომ ესე შახის ტიტულს იღებს დინასტიას ქმნის, მაგრამ ეს დინასტია ძალიან ხანმოკლე არის. არსებობს ინფორმაცია, რომ ალბათ დადასტურებული ძმის მოკლა საერთოდ შეთქმულება იყო ძმის შვილის ორგანიზებული ადელ შახისა, რომელიც შემდეგ ხდება, შემდეგი მონარქი ხდება, მაგრამ ასე ვთქვათ, ძალიან სწრაფად იშლება მისი მმართველობის პერიოდში. თვითონ ეს მონაპოვა, თვითონ ამ ავშართა დინასტიამ სოშოს ცენტრი ჰქონდათ მეშხეთში გადაიტანა ცენტრი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში. ხო, ხორასნის პროვინციაში. თვითონ ეს წარმომადგენლები სადაც 1790 წლამდე არიან, მაგრამ არაფერი რეალურად არანაირი ძალაუფლება მათ არ აქვთ. და პრაქტიკულად იშლება ადელ-შახის დროსვე იშლება ეს სახელმწიფო. ნადირს რო დაუბრუნდეთ, გიორგი და საქართველოსთან მის შემხებლობას. ანუ როგორი ვითარება გვაქვს, ხო, რომ არის კახეთის სამეფო, არის ქართლის სამეფო. ქართლის სამეფოდან გარბის ვახტანგ მე-6-ე როდესაც აი 1722-23 წლებში ეს პეტრე პირველი იწყებს ლაშქრობებს კასპიისპირეთში და ვახტანგს ეუბნება რომ შენ გამოდი შენი ჯარით და სომხებთან ერთად და შემოდი ერთად შევიდეთ ირანში. ვახტანგი ამას აკეთებს. ამ დროს ირანში არეულობა, იმიტომ რომ ავღანელები შეიჭრებიან და ამარცხებენ ირანს. ვახტანგს არ მიეხმარება პეტრე პირველი, პირიქით ხელშეკრულებას დადებს ოსმალებთან, რომ აღმოსავლეთ საქართველოსაც მათ უთმობს და ნუ იწყება ოსმალობა და ესე იგი გარბის ვახტანგ მე-6-ს უწევს რუსეთში წასვლა და ამ დროს აი დინასტიური პრობლემა იქმნება ქართლის სამეფოსთან მიმართებით და პრინციპში როცა ერეკლე თეიმურაზის მმართველობა იწყება ქართლის პრობლემატური. პრობლემატური, ანუ მას ქართლი თავადები უზურპატორად, მათ თვლიან უზურპატორად, რომელსაც გარეძალა აი ეს ნადირ-შაჰი ამაგრებს ხელისუფლებაში, ხო? იმიტომ რომ იქ ბაქარს აქვს პრეტენზიები ვახტანგ მე-6-ის შვილს, რომ დაბრუნდეს, გამებდეს ისევ. მაგრამ ნუ ესენი არიან გარეძალის წარმომადგენლები, ხო? რეალურად აი ნადირ-შაჰის მიერ დასმულები და ეს კაცი ერეკლეს აძლევს უფლებას, რომ პირველად რამდენი ლამის 150 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ტახტზე ქრისტიანული წესით დაждდეს ადამიანი. ეს ალბათ ორ რამეს უკავშირდება, ერთი იმას, რომ ძალიან ერთგულები არიან მამაშვილი ნადირ-შაჰისა
ფაქტობრივად კონტრაქტი აქვთ მასთან, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გეხმარებით, აგერ ინდოეთში ვიყავი შენთან ერთად, შენ მტრებს ჩვენ არ ანუ შენი მტერი ჩვენი მტერი არის კავკასიის ტერიტორიაზე ამ სახანოები რაც დღევანდელი სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არის ამებსაც ჩვენ გავაკონტროლებთ რომ შენი ერთგულები იყვნენ სამაგეროდ შენ ამ ამბავში გვეხმარები რომ ეს ტახტი იყოს ჩვენი ქართლ-კახეთში იყოს მშვიდობა სხვა და სხვა აი თუ შეგვიძლია რომ აი ამ ურთიერთობაზე თუ დაამატებდეთ რამეს ამ ურთიერთობაზე ერთ-ერთი რა შეიძლება დამატება იმისი რომ მართლაც არაერთგვაროვანი სიტუაცია არის აღმოსავლეთ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არის მეორე ნადირ-შაჰის ინტერესი რა არის მივიღო გადასახადი ესე იგი ის იდეა რომელიც ბრუნდება ვთქვათ უკვე ყაჯარების დროს პირველი ყაჯარების დროს რომ ასე ვთქვათ აღმოსავლეთ საქართველოს ჩაითვალოს ირანის ნაწილად განსაკუთრებული გამახვილება ამაზე ყურადღების არ არის უკვე ნადირ-შაჰის დროს გადასახადები მინდა და ასე ვთქვათ იგივე ასიმეტრიული იმპერიის კონტექსტში შეიძლება იყოს ასე ვთქვათ უფრო დამოუკიდებელი ვიდრე სეფიანთა დროს. დავაკვათ ასე, სეფიანთა დროს ბევრად უფრო კონტროლდებოდა ხო, მაინც ეს აღმოსავლეთ საქართველოს და ვთქვათ იგივე რელიგიური თვალსაზრისით არა მარტო მეფე, არამედ ელიტაც ხომ და გამუსლიმებული იყო, ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის. ამიტომ რაღაცნაირად ეს ურთიერთობა ასე ვთქვათ, გონივრული პოლიტიკა არის, ბუნებრივია და ურთიერთობა არის იმაზე, რომ შენგან შემოსავალს ვიღებ, მაგრამ მაქსიმალურად რაც გინდა დამოუკიდებელი ხარ შენ და ამით ისარგებლობენ თეიმურაზიც და ერეკლეც და ნუ ასე ვთქვათ, მით უმეტეს ნადირ-შაჰის შემდეგ თანდათანობით გამოდიან ამ ორბიტიდან. აი მან კიდევ ორი კომპონენტი არის, რომელსაც დავამატებდი. ერთი რომ რასაკვირველია ამ კაცს არ აქვს ეს რელიგიური პრიორიტეტები მაინდა-მაინც და ამითი განსხვავდება ის სეფიანებისგან და მეორე შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვალა მან იგივე თუ შევადარებთ შაჰ-აბას ან შემდეგ სეფიანებსაც რადგან ამ შაჰ-აბასმა რომელიც ყველაზე დიდი შაჰი იყო ირანისა შუა საუკუნეებში და მეთოდეს გვიან შუა საუკუნეებში მთელი თავისი ენერგია და ცხოვრება ლამეს შეალია საქართველოს ლაშქრობებს და საქართველოს დამორჩილებას და სისხლის ზღვრას და ხოცვა ჟლეტას მაგრამ აი ნადირს შეცვლილი აქვს იმიტომ რომ დიდ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთს ანუ აი ეს ინდოეთში ლაშქრობა რაც თქვით და აი ინდოეთში არსებული მოღოლთა იმპერიის დამარცხება დამორჩილება დიდ ყურადღებას უდიდესი დინასტიის სოფლის ისტორიაში ასევე დიდ ყურადღებას აი ტაჯ-მაჰალები და ესენი რო არის ხო და დიდ ყურადღებას უთმობს და ნუ ომობს ოსმალეთთან უშუალოდ და ხა დრო და ენერგიაც აღარ რჩება შეიძლება ითქვას მაგრამ აი ერთი ამ კაცს რაც ვერ გავიგე რომ რატომ შეაკვდა ამ ჩრდილოეთ კავკასიას ხო ეს აი რა ჯანდაბა უნდა და ამ ჩრდილოეთ კავკასიის ვიწრო და გაუვალ ხეობებში და ტყეებში და მთებში რა იყო ასეთი გარდაუვალი აუცილებლობა მისთვის რომ ფაქტობრივად ჩრდილოეთ კავკასია მას მოუღო ბოლო და ხო კიდე ერთი კომპონენტი რომელსაც შეიძლება დავამატოთ არის რომ ეს კაცი ცხოვრების ბოლოს აი იმდენი შეთქმულება იყო მის წინააღმდეგ რომ პარანოიკი ხდება სულ ეს ბოლოს მაინც იმ შეთქმულება მოკლა მაგრამ ეს პარანოიდობა არ ეხება ერეკლეს და თეიმურას რატომღაც ანუ მათთან ურთიერთობაში მათში არ შეპარვია არასდროს ეჭვი ხო აი ჩრდილოეთ კავკასია მაინტერესებს მაინც რატო შეაკლა თავი იქაობას დამარცხდა ანუ ყველაფერი მოიგო და ჩრდილოეთ კავკასიაში დამარცხდა ჩრდილოეთ კავკასია არის ასე ვთქვათ მუსლიმური ერთი ჩემი მეორე სხვაშორის აი ჩრდილო კავკასიელთან დაღესტნის მომენტი ისტორიულ მეხსიერებაში ეს არის ასე ვთქვათ გამაერთიანებელი ბრძოლა ნადირ-შაჰის წინააღმდეგ აი რაღაცა გამაერთიანებელია ამ ხალხებისა ამ ტომებისა მესამე ვთქვათ მომენტი რომ
ისლამური არის მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებ ყურადღებას აქცევს რელიგიას, მაგრამ მაინც მნიშვნელობა და გარკვეულწილად რუსეთის შეკავება ამ თვალსაზრისით. ესე იგი, ეს კაცი პრინციპში თქვათ პარანოიდული ისინი აქვს რაღაცები, მაგრამ ისევე როგორც შახაბას. მაგრამ თავისთავად ძალიან გამჭრიახი არის. რა უნდა იცის, მაგრამ ეს ჩრდილო კავკასიის ეპოპეა მართლაც დიდი წარუმატებლობა არის რეალურად მარცხი-მარცხზე. აი ობიექტურად რო ვთქვათ, გიორგი, ეს მისი კამპანია ჩრდილოეთ კავკასიაში იწყება, პეტრე პირველის გარდაცვალების შემდეგ. იქ რუსეთში არეულობის ხანა არის. რუსეთში მართლა არავის არ ცალია, ესე იგი პეტრე გარდაიცვალა 1725 წელს და ეკატერინე მეორემდე მთელი ლამის ეპოქა არის არეულობის ლამის ნახევარი საუკუნა თუ არა 40 წელი მაინც 62 წლამდე. ხო, არავის არ ცალია აი ამ კავკასიაში შემოსვლისთვის და ეხლა 1730-იან და 40-იან წლებში არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში იომო რუსეთის შესაკავებლად, იმიტომ რომ რუსეთი არც მოდის იქიდან. მაგრამ მე მგონი აი ის ადამიანური შეცდომა დაუშვა, რასაც ხშირად დიდი სახელმწიფოების მეთაურები უშუალებენ, რომ ამას გონია, რომ იოლი გასეირნება არის. ახლა ის მონღოლები დავამარცხე, ოსმალები დავამარცხე, ეს ჩრდილოეთ კავკასია რაღაცა, ხო? აი პუტინის დამპყრობლის ამბიცია აქვს და თემურლენგს ედარება, ასე ვთქვათ. ეს აიტეხა ცხვირი. აიტეხა ცხვირი. როგორც პუტინმა უკრაინაში. ეხლა ტრამპი ირანში რას იზავს არ ვიცი, მაგრამ აი ადვილ-ადვილი რომ გონიათ ხოლმე. ყველაფერი ეს არის კი ნამდვილად. და რეპუტაცია ჩერყა ამ მარცხის შედეგად შეიძლება იყოს. არის ფოტოშოუს ამის შესახებ. რაც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა წყარო არის კაზემიერის ირანული ავტორი და კავკასიურ პოლიტიკაზე ძალიან საინტერესო არის. იმ პერიოდში ასე ვთქვათ, პირველადი წყარო არის ნადეშახის ეპოქის არის და საინტერესო ინფორმაციას იძლევა ამ თვალსაზრისით. ახლა მაინც ჩვენ ცოტა წინ წავიდეთ ალბათ რა ხდება. მე ეს კაცი 1757 წელს მოკლეს, შეთქმულებმა ირანი აირევა, ეს დინასტიური ისენი არის, იქით ზენდები მოდიან. აი ზენდები არის საინტერესო მომენტია. ეს ავღანელებიც არიან, ეს აზატხანები და ეს იმების ამბავ. ხო და ეს არეულობა არის და ამ დროს ქართული ამბავიც რო ვთქვათ, ერეკლე და თეიმურაზი გადაწყვეტენ, რომ ახლა ჩვენ ძმაო იმათი ნადირ შაჰის ერთგულები და ესენი ვიყავით, რა ქვია, ფარველობის ქვეშ და ახლა აღარ აინტერესებთ ეს. აღარ აინტერესებთ და ცვლიან პოლიტიკას, ზურგს აქცევენ ირანს და პირიქით თვითონ ირანში ხელსუფლათურებენ იქ გავლენებს იპოვებენ მთელი სამხრეთ კავკასიის სახანოები რაც არის, ეს ყუბა, ბაქო, ურთიერთობა ძალიან საინტერესოა თვალსაზრისით, იგივე აზატხანის გადაცემა მისთვის და ეს კენიმ ხანზენდი ძალიან საინტერესო მოვლენაა. ესე იგი, ეს ნიშნულოვანი ნიუანსი. ზენდების ტომია ოღონდ ირანული წარმომავლობის ტომი. რა თქმა უნდა, ზენდები არ აკონტროლებენ მთელ ირანს. მაგრამ ნიშნულოვანია ის, რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფო, მათი სახელმწიფო სათავეს იღებს იმ რეგიონიდან, საიდანაც სათავე აიღო აქემენიანთა იმპერიამ და სასანიანო, ანუ ფასის რეგიონიდან, პერსიდიდან. და მათი დედაქალაქი ხდება შირაზი. ქერიმ ხან ზენდი რატომ არის მნიშვნელოვანი, ლიდერი არის მათი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის არიღებს შაჰის ტიტულს. ვაკილის, ანუ წარმომადგენლის ტიტული აქვს და ხანის ტიტული აქვს. და აქ ცოტა თანამედროვეობაზე თუ გადმოვალთ, ისლამური რევოლუციის შემდეგ, ესე იგი, სადაც კი შაჰის სახელი იყო, ყველგან გააქრეს. არც ერთ მოედანს აღარ ქვია არაფერს. მოკლედ დინასტიების. ქერიმ ხანი დარჩა. დარჩა იმიტომ, რომ არ მიიღო შაჰის სახელი. მხოლოდ ეს არის თუ ისიც, რომ სპარსია და არა თურქმანი. არა, ეს არ არის, იმიტომ რომ მაინც ასე ვთქვათ, ეს ეთნიკურობის მომენტი ამ შემთხვევაში ისე წინ წამოწეული არ იყო, თუმცა
ამ კაცმა ბევრი სხვა რაღაცა კაკას ზუსტად ირანელებისგან ირანულობიდან ამოსულმა გააკეთა თქვათ დიდი ირანელი პოეტების მავზოლეუმები საადის და ხაფეზის ასე ვთქვათ აღორძინა და სულქმნა რემონტი ჩაატარა იქ და შიდაზე გახადა ულამაზეს ქალაქად აქცია და დღემდე შიდაზე ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად იგივე ვთქვათ ისპაჰანში რაც გააკეთა შაჰ-აბასმა დაახლოებით იგივე გააკეთა ქერიმ-ხან ზენდმა შაჰ-აბასზე რატო არ გაიწია? რატო არ გაიწია? არ გაიწია, იმიტომ რომ ჯერეთი იყო ძალიან რელიგიური და ვთქვათ აი შაჰობა არარელიგიურობის გამოხატულებად მიაჩნდა ეს და აი ესე ვთქვათ სულ თავის რელიგიურობას უწევდა 12 კარიბჭე 12 იმამის საპატივცემულოდ და ასე შემდეგ და მე ვარ ასე ვთქვათ წარმომადგენელი უბრალოდ კიდე კაი მაგან ხელისუფლება ვერ გაიმყარა თუ რა ქართლახაც კაი დღე არ ელოდა მაგ წმენის კაცის პირობებში კი და გადა ამისა მას ტყუეთყავდა სწორედ აი ყაჯარი უფლისწული ერთ-ერთი აღა მოჰამად ხანი ჩვენ ისტორიაში ასე ვთქვათ ძალიან ცუდად ცნობილი აღა მაჰმად ხანი და მან დაასაჭურისა მის კარზე დაასაჭურისეს და მის სიკვდილის შემდეგ გაიქცა სწორედ აღა მაჰმად ხანი გაიქცა და დაიწყო ასე ვთქვათ ყაჯარები არის თურქული ტომი თურქული მოდგმის ტომი და ერთ-ერთი ტომი რომელმაც სეფიანები მოიყვანა 7 ტომი იყო სულ სეფიანები მოიყვანა ხელისუფლების სათავეში ანუ ყიზილბაშური ტომი არის ერთ-ერთი ყაჯარები ხო აი ეს ქერიმ-ხანთან ერეკლეს ურთიერთობა მაინც რაღაცა ის არის რა ფრთხილი არის ჯერ კიდე ბოლომდე ხელი არ უკრა ირანელებს ერეკლემ ეს მისი კონკურენტი აზად-ხან ავღანი რომ დაიჭირა გაკოჭილი გადასცა ერეკლემას და რაღაც ასე რომ ვთქვათ მკვეთრ ნაბიჯებს ჯერჯერობით ერეკლე არ აკეთებს მაგრამ ეს ქერიმ-ხანი ვერ გამაგრდა აი ის იმ მასშტაბის ფიგურად ვერ იქცა როგორც იყო ნადირ-შაჰი მეორე ერთი გავითვალისწინოთ ის მთლიანად ნადირ-შაჰისგან განსხვავებით მთლიანად ირანს არ აკონტროლებდა უფრო სამხრეთი ნაწილი და ცენტრალური ნაწილი და ესეც დავამატოთ ალბათ ეს დღევანდელობასაც ასე ვთქვათ ეხმიანება ირანი ძალიან რთული ლანდშაფტის და რელიეფის ქვეყანა არის და ასე ვთქვათ აი ცენტრიდანული ძალებს ჰქონდათ ყოველთვის საშუალება რომ ასე ვთქვათ დამოუკიდებლობის ელემენტები ჰქონდათ და ეს ჩაახშო აი პირველმა ფახლავიმ რეზა ფახლავიმ რომელმაც რაღაცნაირად მოახერხა განვითარებული კომუნიკაციების პირობებში რომ შეეკრა ერთად ქვეყანა. ქერიმ-ხან ზენდის სახელმწიფო არ იყო ასეთი ერთიანი სახელმწიფო, ისევე როგორც ყაჯართა სახელმწიფოზეც მომდევნო რეალური დინასტიის სახელმწიფოზე არ შეიძლება ითქვას რომ ასე ვთქვათ თანაბრად ნაწილდებოდა ყველგან ამ შაჰების ამ დინასტიის ძალაუფლება ტომები მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი საკმაოდ დიდი თავისუფლებით სარგებლობდნენ სხვა თუ არაფერი ნავთობის კონცესიაზე როცა ლაპარაკობთ ინგლისელებთან დადეს ბახტიარების ტომის ბელაცთან მოაწერა ხელი ინგლისურმა მხარემ თავდაპირველად ხო ეს ვერ გადაილახა ხა რო ვთქვათ 2 საუკუნის მანძილზე მე-18-ეს ოციანებიდან მე-20-ეს ოციანებამდე საუკუნის ხო სეფიანები ყავს მერე ეს აფშარები ყავს მერე ზენდები ყავს მერე ყაჯარები ყავს მერე ფაჰლავები ყავს ანუ 5 დინასტია არასერიოზული ნუ ყაჯარებმა დიდხანს გაძლეს ყველაზე მეტად ყაჯარებმა გაძლეს ყველაზე მეტად ყაჯარებმა გაძლეს და თუ დაუბრუნდებით რომ ყაჯარების მოსვლას იწყებს ბრძოლას ეს აღა მაჰმად ხანი წარმოუდგენლად დაუგნობელი პიროვნება რომელიც საქართველოს ისტორიაში ეს ძალიან კარგად არის ხო ცნობილი და არც ის დაინდეს კაცმა რო თქვა ისიც არ დაინდეს 1785 წელს ის შედის
ჩრდილოეთ ირანში, პატარა სოფელში, თეირანში. მაშინ პატარა სოფელი იყო და გადააქცევს სატახტო ქალაქად, ესე იგი. თეირანი არ ყოფილა არასდროს ისტორიული ქალაქი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ გადაიქცა უკვე ყაჯარების სატახტოდ ამ აღა მაჰმად-ხანის დამსახურებით და იწყებს ბრძოლას რისთვის რომ განსხვავებით თქვა ნადირ-შაჰისგან, რომელსაც მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, განსხვავებით ქერიმ-ხან ზენდისგან, რომელსაც უფრო ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდა, ცდილობს იმ სეფიანთა სტილის სახელმწიფოს აღდგენას, რომელშიც იგივე ადგილი ექნება აღმოსავლეთ საქართველოს, რაც სეფიანთა დროს ჰქონდა. იგივე ვალის დანიშვნა ეს ორჯერ შემდეგ, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ორჯერ ინიშნება ყაჯარების ჯერ იულონი და შემდეგ ალექსანდრე ინიშნებიან საქართველოს ქართლის ვალებად, გორჯისტანის ვალებად, გუბერნატორებად, მაგრამ მეფეები, ასე ვთქვათ, მეფეებად მოაქვთ თავი, ნაკლებად უკვე მეფეებად ბუნებრივია, მაგრამ აი ეს მომენტი არის და ის რთული ვითარება, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველო აღმოჩნდა რუსეთის ძალიან არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო და საბოლოო ჯამში გამოიხატა იმ ტრაგედიით, რაც მოხდა 1795 წელს, რომელიც შეიძლება შეედაროს იგივე სეფიანთა დროინდელ ტრაგედიებს და გადასახლებებს. თბილისის იავარქმნა აბსოლუტური და თბილისის მოსახლეობის ძალადობრივი გადასახლება. და ხოცვაც. და ხოცვა, ძალიან დიდი ხოცვა. ეხა ჩვენ ანისის ომი ვიცით, ალეკოსთანაც ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ იგივე აღა მაჰმად-ხანის პერსპექტივიდან რო შევხედოთ ამ საქართველოს პერსპექტივიდან, არამედ აღა მაჰმად-ხანის პერსპექტივიდან, რა უნდა ამ კაცს უკვე ჩამოყალიბდა, მე ესე უყურებ მაგალითად, თუ ჩამოყალიბდა, ხო, მოყოლებული შაჰ-თამაზიდან და ამასის ზავიდან ხან წინ მიდიოდა ეს ამბავი, ხან უკან მოდიოდა, მაგრამ მეტნაკლებად დაფიქსირებული იყო ირანის სახელმწიფოს გავლენის ზონები და ინტერესის სფეროები. ეს აღმოსავლეთ საქართველო მათი უნდა იყოს, კავკასიის სახანოები, დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მათი უნდა იყოს და არც თურქეთი უნდა შემოვიდეს, უბრალოდ ოსმალეთი, არც რუსეთი უნდა შემოვიდეს. და პერიოდულად როცა ირანი ჩამოიშლება ხოლმე, ხან ოსმალეთი შემოჯლიგინდება, ხან ერეკლე და თეიმურაზი გამოაცხადებენ თავს დამოუკიდებლად თავისუფლად, ხან პეტრე პირველი შემოვა და აწიოკებს ამ კასპიისპირეთს, მაგრამ აი 1747 წლიდან ვიდრე 1780-იან წლებამდე, ვიდრე აღა მაჰმად-ხანი მოდის ხელისუფლებაში, სრული არეულობა არის, სრული ქაოსი არის ირანში და აი ეს კაცი მოდის, იმარჯვებს ამ ბრძოლებში, ხდება, აერთიანებს ირანს, ახალ დინასტიას უყრის საფუძველს და უნდა იმისი დაბრუნება, რაც ასე ვთქვათ, პრინციპში ტრადიციულად ირანის არის. პრინციპში შეიძლება ხო, იმ დროისთვის უკვე 2 საუკუნიდან ნახევრის მანძილზე ეს ტრადიციულად ირანისად ითვლება ეს ტერიტორიები და აქ თავარი კაცი არის ერეკლე, ყველაზე ძლიერი მმართველი აღმოსავლეთ საქართველოში, რომელმაც რუსეთთან მოაწერა ხელი ამ გეორგიევსკის ტრაქტატს და რუსეთმა ამასობაში ყირიმი დაიპყრო და შავი ზღვაზე გამოვიდა იმავე 1783 წელს, აქეთ ერეკლესთან მოაწერა ხელი და აღა მაჰმად-ხანმა თუ ეს თუ სასწრაფოდ არ აღკვეთა, ხო, მე რუსეთი შეიძლება იხილოს ისპაჰანში. ანუ სიღრმეში შემოსული და ერეკლეს ეუბნება, ერეკლეს თავაზობს იმ ძველ კონტრაქტს, რაც ერეკლეს ჰქონდა ნადირ-შაჰთან. ანუ აღიარა ჩემი უზენაესობა, შენ უსაფრთხოება ყველაფერი გექნება, მაგრამ
ერეკლესთვის ეს არის გუშინდელი დღე რომ იტყვიან რა. ანუ აღარ უნდა იმაში დაბრუნება, პრინციპში აი ეს ქალთკახეთიც დაიღალა ამ ყიზილბაშობითა და ამ სპარსეთის გავლენით და რაღაცა ახალი უნდა რუსეთს უკვე ინტერესი აქვს გამოხატული რომ სამხრეთ კავკასიაში უნდა შემოვიდე, დაუმკვიდრდე და ერეკლე ამ ამბავს ებღაუჭება, ხოლო ნადირ რაღა იყო და აღა მაჰმად ხანს ყველაფრის ფასად უნდა ამისი აღკვეთა. ეხლა სახეზე რო შეხედავ, ვერ იტყვი რომ ისინი აქ ნაკადრები რაც იკადრა, უფრო უმციკლო სახე აქვს სურათზე, მაგრამ მოდის, ანუ ჯერ დაზვერავს რომ რუსები დაეხმარებიან, არ დაეხმარებიან, შეატყობს რომ რუსები დამხმარებლები არ არიან და 1795 წელს უკვე მოხუც ერეკლესთან, 75 წლის არის ამ დროს ერეკლე მოდის და იწყება, ანუ თბილისს ხო იღებს კრწანისის ბრძოლის შემდეგ და იწყება სრული ნგრევა გადასახლება. ანუ აი რას დაემგვანა გიორგი მაშინ თბილისს თუ შეგიძლიათ ამის თქვა, რას დაამგვანა თბილისი და დაახლოებით რამდენ დახოცილზე და გადასახლებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ესე იგი თბილისი საქართველოსთვის დიდი ქალაქია იმ პერიოდში. მაგრამ რეალურად პატარა ქალაქი არის, ალბათ ზუსტი მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ არ გვაქვს, მაგრამ 30-40-ის 1000 ალბათ ჭრელი მოსახლეობა ბუნებრივია, ახლა ასეთი იყო ყოველთვის თბილისი და არის რა აქ არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ძალიანო აღა მაჰმად ხანისთვის არსებობს ახლო აღმოსავლეთი ისევ ბიპოლარული არის. ანუ რუსეთის სხვა გარედან არის შემოსული, ამას აი თქვათ შემდგომ უკვე ადასტურებს 99 წელს, როდესაც რუსები უკვე მყარად არიან, ხო? 1799 წელს. თქვენ ვინახ წერილები არის, თქვათ, აი ვაზირების ესეთი ვაზირის, რომ თქვენ რუსები სხვა ხართ, აქ რა გინდათ? ეს ყოველთვის ჩვენი იყო. ასეთი დამოკიდებულება აქვს. ხა თბილისის წარმოდგენა ახლა უფრო აღწერები ჩვენ რაც გვაქვს თბილისის, უფრო გვაქვს მე-19 საუკუნის 10-იანი წლების მიწურულიდან. ეს არის მიწურებისგან შემდგარი აღმოსავლური დასახლება, ასე რომ ვთქვათ. დღევანდელი ორთაჭალა და ავლაბარი, ეგ არის მთელი თბილისი რა. ხო, ეს არის თბილი თბილისი, მაგრამ აი 20-დან 30 წლამდე ძალიან ბევრი მე-19 საუკუნეში 1820-დან რაღაცა ცვლილებები არის უკვე. მაგრამ კაპიტალური აშენება მე ვორონცოვიდან იწყება. მე უკვე იწყება კაპიტალური აშენებები და 60-იან წლებში აბსოლუტურად სხვა ქალაქი არის უკვე. ხო, მაგრამ აი ეს ამბავი რომ ეს ფოლკლორული ლეგენდაა თუ მართალია გოგირდის აბანოებზე. ხო, ალბათ ფოლკლორი არის ეს. ხო, ანუ რაღაც ეს რო საჭურისი იყო. რომ ამ გოგირდის აბანოებში თუ იბანავებო, განიკურნებიო და როერ განიკურნავ, მე დაანგრიაო. ხო, იმათ დააშავეს ის ვერ განიკურნა და ახლა მოსახლეობამ დააშავა. მაგრამ სერიოზული წყარო არ ადასტურებს. არა, ეს რა თქმა უნდა, დამსჯელი ღონისძიება არის. და დაახლოებით 30,000 კაცი წაიყვანა გადასახლა. რამატო თქვათ, იქ მდებარე ტერიტორიებიდანაც გადაასახლა ეს ხალხი. და შემდეგ ეს გადასახლებულები, ვთქვათ, კონკრეტულად ეს გადასახლებულები რამდენად ჩანან ირანში, ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩანან ქართველები, საკმაოდ წარმატებული ქართველები ირანში მე-19 საუკუნეშიც. ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი არის ასეთი ჯარის რეფორმების წამომწყები, აბას მირზასთან ერთად არის იუსუფ ხან გორჯი ასეთი. რომელიც ძალიან სერიოზულ რეფორმებს ატარებს და ერთ-ერთი ეს გამორჩეული ფიგურა არის თუ ჩრდილოეთში არის. იოსებ ქართველი, ქართველი, ხო, ასეთი ირანში საერთოდ უყვარს ქართული წარმომავლობის ირანელებს უყვართ გორჯის დამატება გვარზე. და ეს საამაყო თითვლება დამთვლად. ხო, 1700
96 წელს მერე ეკატერინა უშვებს ჯარს შურის ძიებისთვის აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ. ეკატერინე კვდება ამ დროს და ტახტზეადეს პავლე პირველი და ამ ლაშქრობას მოშლის. ეს დედაშვილს შორის საშინელი ურთიერთობა არის ეკატერინასა და პავლეს შორის და ამას რო დაინახავს აღა-მაჰმად ხანი 1797 წელს ხელახლა მიდის დასაშლელად. ის რო წამოსულიყო ვაი საქართველოს ბრალი რა ვიცი შეიძლება აღარ დავრჩენილიყავით საერთოდ თუ გვაქვს იმდენი რომ ის ორი ასე ვთქვათ მსახური რომ არ გადაეწყვეტა მათი დასჯა აღა-მაჰმად ხანს ობლებაც მოკლეს 1797 წელს შუშაში ყარაბაღში მოკლეს აღა-მაჰმად ხანი და ეს ლაშქრობა ჩაიშალა ამიტომ ტახტზე ადის საინტერესო ფიგურა ძალიან ბაბახანი რომელიც იღებს მის ძმისშვილი რომელიც იშვილა აღა-მაჰმად ხანმა ფათხალი შახის სახელს იღებს და საკმაოდ დიდხანს არის ის რამდენი წელი გამოდის 38 წელი 37 წელი არის ტახტზე 1797 წელს 1834-მდე ძალიან საინტერესო ფიგურა. ესე იგი, ირანში ბევრი რაღაცა იცვლება მის პერიოდში. სანამ ჩვენ ომებზე გადავალთ, ალბათ თვითონ ამ კაცის შესახებაც ერთი-ორი სიტყვა გამოჩეულია იმით, რომ მუზამაზე ხარაბხანა, ამიტომ მის შტაბმავლები და დანარჩენი ყაჯარების შტაბმავლები დღესაც ძალიან ბევრი არიან. მეორე უკვე რაღაცა იცით ესეთი საინტერესო პროცესი არის რომ უკვე იქმნება რაღაცა სამეფო კარის ეტიკეტი აქვს თავისი უკვე ყაჯარებს რაღაცა სიმდიდრე გროვდება მიუხედავად იმისა რომ წარმატებული არ არის ქვეყანა ვთქვათ საგარეო ურთიერთობებში მოერგნენ შაჰის ტახტს ნუ ეს გოლესტანის სასახლე შენდება უკვე თეირანში კიდევ ძალიან უყვარდა ამ კაცს, როდესაც ხატავდნენ. და აუარებელი პორტრეტი არსებობს მისი, მათ შორის ჩვენთანაც ხელოვნების მუზეუმში დაცული არის მის პორტრეტები და ესეთი ძალიან გრძელი წვერი ქონდა, ძალიან გამხდარი იყო. ეს კაცი და საერთოდ ესეთი უფრო იმდენად სახელმწიფო საქმეებში მაინც და მაინც არ ერეოდა უფრო ასე ვთქვათ ეხნობოდა თავის ვაზირებს და განსაკუთრებით დიდი როლი შეიძინა აბას მირზამ მისმა ვაჟმა რომელიც იყო აზერბაიჯანის გამგებელი მაგრამ რომელიც 1833 წელს დაიღუპა მამამდე დაიღუპა ჩემი აზრით ახლა მე რაც წამიკითხავს აბას მირზა ძალიან სერიოზული და გონიერი და ენერგიული კაცი იყო და ის რომ გამეფებული იყო სერიოზული შაჰი დადგებოდა მისგან ირანის მოდერნიზაციის სერიოზული მცდელობა უკავშირდება მას ჯარის რეფორმა და ამ რეფორმირებულმა ჯარმა 1821-22 წლებში ოსმალეთი დაამარცხა უბრალოდ ორ რამეში არ გამომართლა ერთი რომ ნაადრევად გარდაიცვალა და მეორე რომ იმხელა სახელმწიფო დააწვა რუსეთი, ანუ ნაპოლეონთან გამარჯვებულ რუსეთს ეომა, ხო, ბოლოს და ეს ვერ გაკაჩა, თორე აი შემოყვანილი ყავდა ინგლისელი, ისინი რა ქვია, სამხედრო ინსტრუქტორები, ჯარი გადააწყო ევროპულ ყაიდაზე, სხვათა შორის ალექსანდრე ბატონიშვილის, ელეკლე მეორის ვაჟის მაკაცი იყო, ახლო მეგობრები იყვნენ, როგორც ვიცი და აი ამ ფათალი ხანისა და აბას მირზას მე ფათალი ხანის და აბას მირზას ურთიერთობა დღევანდელი საუდის არაბეთის ვარიანტს მაგვარებს რა რომ მე მკვიდრე პრინცი რო უფრო მეც ნიშნავს ვიდრე რეალური მონარქი და ნუ ამათი მცდელობა არის არ არის საუდის არაბეთის ისტორიაში ერთ-ერთი შემთხვევა სოთის და აი ეს ამ ხალხის ან ფათალი ხანის და აბას მირზას ცხოვრება შეელევა იმას რომ როგორმე რუსეთი გააგდონ სამხრეთ კავკასიიდან და ეს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები დაიბრუნონ და არის ხდება ორი დიდი ომი 1804-1813 1826-28 წლის ომები
სადაც ხო ძალა აღმართავს. მოკლედ, ხო ეს ომი ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრინციპში რუსეთთან ომი ამის შემდეგ ირანს არ ქონია და ამან დაასრულა ირანის დიდება, ამის მერე წელში აღარ გამართულა ირანი. რეალური ომი თუ ჩავთვლით იქ რაღაცა 1850-იან წლებში იყო ჰერათთან რაღაცა ესე ვთქვათ ბრიტანელებთან დაპირისპირება, მაგრამ ეს რეალური ომი არ ყოფილა. რეალური ომი 1980 წლამდე აღარ ქონია ირანს რეალურად. წარმოიდგინეთ ამ რუსეთთან ომების შემდეგ. საბოლოოდ უარი ათქმევინეს იმპერიის იდეაზე ირანს. ყველგან არის ეს მომენტი აღმოსავლეთ საქართველოს დაბრუნება. პირველი ომის დასაწყისი და მეორე მომენტი გაყოფა სამეფო ოჯახში. ქართულ სამეფო ოჯახში. ნაწილი რუსეთს ემხრობა, ნაწილი ფანაუზი იულონი გადადიან თქვათ ირანში, შემდეგ იულონს მერე ვალის ტიტულსაც აძლევს ალექსანდრე, რომელიც ტრაგიკული გმირი ასე რომ ვთქვათ, იბრძვის ერეკლეს ვაჟებზე არის ლაპარაკი. ვაჟებზე და ერთადერთია რომელიც არა მარტო პირველ ომში იბრძვის, არამედ მეორე ომშიც. ის კი არა მე 1832 წლის შეთქმულებაში ფიგურირებს. კი, ყველგან არის რა და ალექსანდრეს მივადგებით, მაინც მისი ცხოვრება საინტერესოა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის ნაპოლეონის ეპოქა არის თან. პირველი ომი არის ნაპოლეონის ომების ეპოქა და ესე იგი თავბრუდამხვევის სისწრაფით იცვლება სიტუაცია. 1807 წელს დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიას ფინკენშტეინში რაღაცა ხელშეკრულებას დებენ საფრანგეთი და ირანი. იდეა არის ნაპოლეონის იდეა ლოგისტიკური უზრუნველყოფა და დახმარება რომ გაივლის ნაპოლეონის ლაშქარი ინდოეთისკენ, როდესაც წავა ირანისზე გაიაროს სახმელე თუ ასე ვთქვათ გზით და მოკავშირეობა ამ თვალსაზრისით და ძალიან ბუნდოვანი ფორმით ნაპოლეონი პირდება კიდევაც ახლო აღმოსავლეთ საქართველოზე, ასე ვთქვათ, ირანის უფლებების აღდგენას. ანუ დაახლოებით ასეა, რომ თქვენო გაიმარჯვებთ, ჩვენ ხას დაგიჭერთ. ჯერ თქვენ გაიმარჯვეთ. აქ ხდება საინტერესო მომენტი სხვა, რომ რამდენიმე თვეში ტილზიტის ზავი იდება. და ეხლა უკვე რუსეთის ზავი იდება, ეს არის იშვიათად ხდება ხოლმე აი ამ ეპოქაში, როცა იმპერატორები პირადად ხვდებიან ერთმანეთს ზავის დასადებად და ტილზიტის ზავი არის ეპიზოდი, როდესაც ალექსანდრე პირველი იმპერატორი და ნაპოლეონი პირადად ხვდებიან ერთმანეთს და აი ამ მოკავშირეობას აფორმებენ. ეს თავისთავად გამოუქმებელი არის ფინკენშტეინის ხელშეკრულების, ხო, რაღაცა ეს აჩენს უნდობლობის გრძნობას ირანელებში, რაღაც ანალოგიური მოხდა ოსმალებში სხვათა შორის. სტამბოლის ხელშეკრულება იყო იმავე პერიოდში და რა არის სხვათა შორის აი ამის შემდეგ ფრანგები მაინც და მაინც აღარ ჩანან პოლიტიკური ინტერესი შედარებით უკრებად. აი 1812 წელს ირანი უბრალოდ ნაპოლეონი რო რუსეთში შეიჭრება ამ დროს რუსეთ-ირანის ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ კონტექსტში ფრანგები არ აქტიურობენ. აღარ აქტიურობენ, ფინკენშტეინის შემდეგ აღარ აქტიურობენ, საერთოდ უკვე არიან ირანში ინგლისელები არიან უკვე სამხედრო წარმომადგენლობა. და ანუ ირანელებიც აღარ ენდობიან ფრანგებს. აღარ ენდობიან. თუმცა მე შემდგომ მოგვიანებით ირანელები გადაწყვეტენო, აი აცუსები გვინდაც ინგლისელები და თქვენ პედაგოგებად ფრანგების მოწვევა. ისეთ საინტერესო პროცესი სხვა კიდევ ერთი რომ არა მარტო სპარსულში, მაგრამ ოსმალურშიც იმდროინდელში, თქვათ არაბულში ბევრი ახალი ასე თქვათ მოდერნთან დაკავშირებული სიტყვა რაც ჩნდება ფრანგული არის. და ირანულში სპარსულში შეხვდებით ასე ვთქვათ ფრანგულ სიტყვებს ამ პერიოდიდან მოდერნ. ფრანგებს ცოტა პრიორიტეტები ეცვლებათ, შემდეგ უკვე ეს არის უფრო ეკონომიკური დაინტერესება და ასე ვთქვათ ეს ეკონომიკური დაინტერესება გაჭრა გზის
ირანისკენ და ინდოეთისკენ სახმელეთო გზით ზის საქართველოზე გადის და საქართველოში ინიშნება საფრანგეთის პირველი კონსული გამბა, რომელიც ძალიან აქტიური კაცია და მისი მთავარი, ასე ვთქვათ, იდეა არის, რომ სწორედ ირანთან ვაჭრობა. და ის პერიოდი და სხვა შორის ერთი მხრივ რუსეთის იმპერია 1813 წლის გოლესტანის ზავით ძალიან მძიმე პირობებს ახვევს თავს ირანს. აი იმ პირობებში მაგალითად არის რომ ზუსტად ფორმულირება როგორ მოვახდინო, ესე იგი ტახტის მემკვიდრე რომ ადის ტახტზე რუსეთი ასე ვთქვათ უზრუნველყოფს მის უპრობლემოდ ტახტზე ასვლას. დაახლოებით ასეთი ფორმულირება, ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ ერევა უკვე დინასტიურ შინასაქმეებში დინასტიურ პროცესებში. სუვერენიტეტი შეზღუდვა არის. სუვერენიტეტი შეზღუდვა. მეორე ომის მოვიგე ომი შენ ომშიაც დავხარჯე რეპარაციები მე გადამიხადე. ამასაც აკისრებენ ირანს. და კიდევ 1813 წლის ზავის შემდეგ პრობლემად რჩება, რომ მაინც ბუნდოვანი არის საზღვრები. რუსეთის იმპერიასა და ირანს შორის და ეს გამოიწვევს შემდგომ, ასე ვთქვათ, შემდგომ ომსაც და ამ პერიოდში არის მოღვაწეობა სწორედ აბას მიესასი, რომელიც ძალიან აქტიურად იწყებს ჩამოყავს ევროპელი ოფიცრები, ექსპერტები, რომლებიც ის ირანის აზერბაიჯანში არის, ასე ვთქვათ, გამგებელი არის ირანის აზერბაიჯანში, თავზისში არის და თავზისში ქმნის საკმაოდ ფრონტის ის არის. ფრონტის ხაზზე არის, ასე ვთქვათ, აი იმავე პერიოდში უფრო ქვემოთ სამხრეთისკენ. დაახლოებით ანალოგიურ რეფორმებს, მაგრამ მის ასე ვთქვათ მასშტაბი შედარებით ნაკლებია, ბუნებრივად და ეს იოსებ ხან გორჯი ახორციელებს, ვითომ ესე იგი სხვა არმია არის უკვე, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს და ამიტომ ეს მეორე ომიც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე წაგებული იყო, რომელიც რეალურად დაიწყო 1826 წელს, მაგრამ პირველი შეტაკება მოხდა 1825 წელს, აი ერევნის ამბები არის. ახლა ჩვენ 1804-1813 წლის ომის მიმდინარეობა, ახლა რა დეტალებზე ალბათ არ გავჩერდებით, მაგრამ აქაც არის ეს თქვათ გამოკვეთა ძალიან ალექსანდრე ბატონიშვილის როლის პირველ ომშიც და ნაწილობრივ მეორე ომშიც. კიდევ ერთი მომენტი ისევ უბრუნდები საქართველოში არსებულ სიტუაციას, რუსეთმა შემოიღო, ესე იგი, ეგრეთ წოდებული შეღავათიანი ტარიფი ევროპული საქონლისათვის და აი ამან გამოიწვია თბილისში არის ხაბი, ასე ვთქვათ, ძალიან გაცხოველება ასე ვთქვათ, თბილისის ეკონომიკური ცხოვრების, ვაჭრობის ქარვასლები არის ერთ-ერთი ქარვასლა, სპეციალ სპასელების ქარვასლა არის და ეს მთელი ძალიან ბევრი საქონელი შემოდის ირანიდან და გადის ევროპული საქონელიც. ნუ ევროპული საქონელი განსაკუთრებით უფრო გითხრათ, უფრო ასე ვთქვათ, 1860-იანი წლებიდან იპყრობს ირანის ბაზარს, მაგრამ ესეც უკვე არის თვალსაჩინო. ნუ რუსებს აქვთ ასე ვთქვათ წარმოდგენა, რომ აი შემდეგ მრეწველობას განავითარებენ და აღარ იქნება საჭირო ჩვენ გზა გაკვალულია ევროპელების მიერ და ჩვენ გავიტან ჩვენ საქონელს. თუმცა მრეწველობა რუსეთში არ განვითარებულა. ამიტომ შეწყვიტეს ეს 1831 წელს ეს გაუქმდა შეღავათიანი ტარიფი და ამან გამოიწვია ასე ვთქვათ ნაწილობრივ აი ეკონომიკური სავაჭრო სატრანზიტო გზის ფუნქციის დაკარგვა თბილისისა. ეს ძიმე დარტყმა იყო საკმაოდ. გიორგი, დავამატებდი ორივე სიტყვას აი იმ კონტექსტს. ჯერ პირველი მსოფლიო რაღა იყო და პირველი რუსეთი-ირანის ომის კონტექსტ. რუსეთმა წარმოუდგენელი, ანუ მასშტაბი რო ავიქვათ ქვეყნის, წარმოუდგენელი სიძნელეები დაძლია ერთდროულად.
1804-დან 13 წლამდე რამდენი ომი აქვს ერთდროულად? ანუ კავკასიაში ერთდროულად ეომება ირანს და ოსმალეთს, ირანთან 1804-13 წლები, ოსმალეთთან 1612 წლები. ამის პარალელურად შვედეთთან ომი 1808-9 წლები. ამის პარალელურად ნაპოლეონი შედის 1812 წელს რუსეთში და ყველა ამ ომში რუსეთი გამოდის გამარჯვებული და ამან მერე განაპირობა ის რუსეთის ოქროს ხანა, ზენიტზე რო იყვნენ გასულები და ყირიმის ომამდე ევროპის ჟანდარმად თითვლებოდნენ და მოკლედ ყველაზე დიდ სახელმწიფოდ, ხო? და ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო ამ კონტექსტში, ტილზიტის ზავი არის ამ ფინკენშტაინის ხელშეკრულების შემდეგ, როცა ეს ალექსანდრე და ნაპოლეონი ლაგდებიან 1808 წელია, ხო? და რუსტამ რაზას მემუარებში არის ნაპოლეონის მამლუქის, ანუ როგორ უთხრა, ანუ სპარსელებს ხო ჩაუწერა, ირანელებს ხო ჩაუწერა ხელშეკრულებაში, რომ ამ ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოს გიღიარებთ თქვენს ტერიტორიად, მაგრამ ახლა ნაპოლეონი, ისა ალექსანდრეს როგორ ეუბნება ნაპოლეონის შემდეგ, რომ მე შენ ტერიტორიად ვაღიარებ აღმოსავლეთ საქართველოს, ეს შეხვედრაზე არიან და ეს ეუბნება ნაპოლეონი ეუბნება ალექსანდრეს, რომ ესო რუსტამიო, ჩემი მამლუქიო, იციო შენი ქვეშ რდომი არისო? რა ის ჩემი ქვეშ რდომი არისო? ესო საქართველოდან არისო და გავიგეო, რომ შენ საქართველო ახლახანს შემოგიერთები არისო და შემოგიერთებიო და ესე იგი შენი არისო, ეგ რა, ანუ დაუფიქსირა ეს ამბავი. მერე, ანუ ეს ირან რუსეთის 1804-13 წლების ომი ძალიან ძიმე ტვირთად დააწვა განსაკუთრებით კახეთს. კი. და მთას, აი ეს მთიულეთის აჯანყება და კახეთის აჯანყება პირდაპირ ამ ომს უკავშირდება, იმიტომ რომ 1812 წლის ძალიან ისეთი. ხო, ანუ 4 წლის და მერე 12 წლის, ანუ 4 წლის ხევში და 12 წელს 12-13 წლებში კახეთში. იმიტომ რომ ესენი ახალი შემოსულები არიან რუსები და არის ორიენტალური ხედვა ამ აღმოსავლელი ველური ხალხისადმი, ანუ ველური ქართველებისადმი, מחვილით ხდება მართლობა ფაქტობრივად და მაგალითად აი ხევში უსაშინლესი ეპიზოდები არის, როგორ გახავთ ეს სამხედრო გზა, ქალებს მარხილში აბავენ, წყეპლას ურტყავენ, კაცებს ბოდიში და ძაღლის ფეკალიებს აჭმევენ და ეს ჯარი დგას კახეთში არის ჩაყენებული და რეკვიზიციას ეწევა ამ კახელების მოსავლისა. ხო უნდა ჭამოს ამ ჯარმა და აქედან ხდება ამ ქალების გაუპატიურება. ის კი არა. საჩივრები, რაც ვნახე, კაცების გაუპატიურებაზეც არის ლაპარაკი. ანუ რუსმა ჯარისკაცებმა ქართველი კაცები გააუპატიურეს, მღვდელიც მათ შორის, საშინელება ხდება და რამაც აფეთქება გამოიწვია ბუნებრივია, ამაში ერთვებიან ბაგრატიონები, რომლებსაც ტახტის დაბრუნება უნდათ, ჯერ გრიგოლი ერეკლეშვილი, მერე ალექსანდრე, რომელიც შეფარებული არის ირანში და აბას მირზას ამ მემკვიდრე პრინცის ძმაკაცია შეიძლება ითქვას, იგზავნება იქიდან ალექსანდრე უდგება ამ აჯანყებას სათავეში, მაგრამ როგორც თქვით, ანუ რუსეთის ძალა ძალიან დიდია ამ დროისათვის და წარმატებით ვერ სრულდება ეს ამბავი, მაგრამ აი აბას მირზა, რომელიც ამ დროს წამოიზრდება უკვე, გადაწყვეტს, რომ სხვა მიდგომა არის საჭირო, მოდი ახლა მე მოდერნიზაცია უნდა გავაკეთო, ამ ჯარის ეს ინგლისელი ინსტრუქტორები ჩამოყავს, ჯარის მოდერნიზაცია ხდება და 21-22 წლებში 1821-22 წლებში ეს ჯარი დაიტესტება ოსმალეთთან ომში. ოსმალეთს გადაულიან და მერე გადაწყვეტენ, რომ მზად არიან იდეაში რუსეთსაც შეერკინონ და აი ეს არის ბოლო გაბანავება რომ იტყვიან. შეცდომა, რომელიც ესე იგი თურქმენჩაის ზავი ძალიან დიდი მნიშვნელობისა იმ თვალსაზრისით გავლო ის საზღვარი, რომელიც დღესაც არსებობს, ანუ არ აქვს ეს საზღვარი გავლო. მეორე რომ ირანმა, ასე ვთქვათ, საბოლოოდ და სამუდამოდ თქვა უარი კავკასიაზე და ჩვენს აღმოსავლეთ საქართველოზე. მესამე მომენტი არის მნიშვნელოვანი, რომ ალექსანდრე ისევ ირანში არის და ალექსანდრეს მანამდე ეძლევა პენსია.
როგორც ვალის და მოჩა აღარავის აღარ ჭირდება ალექსანდრე. რაღაც პენსია ექნება შემდგომ და არაფერი და მოკლედ სიღარიბეში დალევს სულს და დღემდე არის დავა თუ სად არის დასაფლავებული პერიოდულად არის საქართველოსთან განცხადებები რომ ალიქა და წავიდე ჩამოვასვენოთ სომხური ეკლესიის ეზოში და არ არის იქ დამარხული ნამდვილად არ არსებობს იქ საფლავი ალექსანდრეს მის ქალიშვილის არსებობს მაგრამ ეს მოკლე პერიოდში წამოტივდება ისევ ალექსანდრე 32 წლის შეთქმულები მოიაზრებენ მის მონარქად დაბრუნებას ან კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში ან შეიძლება აბსოლუტურად ხო ნუ არის კიდევ აი როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში არის ალექსანდრე ერთად ფოტო შემოჩენილი ალექსანდრესი რამდენად ავთენტურია ამაზე დავა არის ესეთი უკვე ნუ საშუალო ასაკის მამაკაცის ფოტო არის თუმცა ირანში არსებობს მის ერთ-ერთ ფრესკაზე არის ის გამოსახული ნახატი არსებობს კი ვიცი და გრძელწვარიანი ეს არსებობს ხო და საუბრობთ ამის შესახებ რომ ძალიან ისეთი პატივია რატომღაც ირანელებს უყვართ რომ თავიანთი წინაპრად ყოველგვარი ასე ვთქვათ დოკუმენტური დადასტურების გარეშე მიიჩნიონ ხოლმე ალექსანდრე და ესეთი კეთილშობილის სისხლის წარმომადგენელი ვარო ესეთი პირობითად ვთქვათ ბევრი შთამომავალი ყავს ალექსანდრეს რომელიც გაფანტულები არიან მსოფლიოში ხო და კიდე აი ამ თურქმენჩაითი არ იყო ის აი კასპიის ზღვაზე რუსეთს მიენიჭა ნაოსნობის მონოპოლია. ნაოსნობის მონოპოლია სამხედრო. დღემდე რუსეთი დღემდე აპელირებს ამაზე, როგორც ვიცი. კი. ირანს აქვს რაღაც შეზღუდული საშუალებები, დაშვათ დღესაც კასპიის ზღვა დღესაც პრობლემური არის, არამედ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ნავთობის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელსაც ირანი ასე ვთქვათ, რატიფიცირებას არ უკეთებს. ხო და ეს არის 1828 წლის ხელშეკრულების მემკვიდრეობა შეიძლება ითქვას და სხვათა შორის ეს აზერბაიჯანთანაც იყო ამაზე პრობლემა, როგორც ვიცი, იმიტომ რომ რუსეთი აზერბაიჯანს განიხილავს აი მემკვიდრეთ რაღაცნაირად ამ ხელშეკრულებისა, რომ იქ ამ ხელშეკრულებაში აზერბაიჯანი ცალკე არ არის, რუსეთის მონოპოლია თუ არის, რუსეთის მონოპოლია და მე გვიან იქ იყო ესეთი პორტი ენზელი. კი, ანზალი ხო. დღეს რა ქვია, რაღაცა ირანული სახელი ქვია. ანზალი ქვია. ანზალი ქვია დღესაც? ანზალი ჯობია ესე. უფრო გათურქებული ფორმა არის ენზელი და ანზალი, ერთივე შეიძლება. სადაც პატარა ბრიტანული ფლოტიც იყო განლაგებული, რომელიც ცდილობდა რომ კასპია გაეკონტროლებინა და აი 1920 წლის მაისში, როგორც მახსოვს, ბოლშევიკურმა წითელმა ფლოტმა თავდასხმა განახორციელა ამაზე, ბრიტანელებს აიძულა იქიდან აყრილიყვნენ და მათ შორის ამანაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბრიტანელებმა კავკასია მიატოვეს 1920 წელს ბათუმიდანაც რო გავიდნენ, რომ ანუ შორს არის ვერ ვიცავთ რა და ამიტომ იძულებულები ვართ წავიდეთ. აზარში მოღვაწეობდა აკაკი ხოშტარია. ამ ომებში მარცხის შემდეგ, ნუ თქვით რა მდგომარეობაში არის ირანი, რომელიც ვეღარ გაიმართა, ეს არის დიდებული ისტორიის დასასრული, შეიძლება ითქვას. 1833 წელს კვდება აბას მირზა და მომდევნო წელს მამამისი შაჰი ფათალი ხანი. აი ამის შემდეგ როგორ გრძელდება ირანის ისტორია? შემდეგი მონარქია არის ძალიან სუსტი. მუჰამად ალი შაჰი და შემდეგ უკვე მას ცulis საინტერესო ფიგურა, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ალბათ ამ ხაჯარებისა ყველაზე გამორჩეული ნასერუდინ შაჰი. ძალიან დიდხანს მეფობს, ესე იგი 58 წლიდან 96 წლამდე და თან მოკლეს მოვოს. აქ საინტერესო რაღაცები ხდება. პირველია ნასერუდინ შაჰის მეფობის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი, მთავარი ვაზირი არის ამირ ქაბირი ასეთი. ძალიან ენერგიული ადამიანი, რომელსაც
ესე მოუწია მოგზაურობები პეტერბურგშიც აი მონანიების მისია ცნობილი არის გრიბაედოვის მკვლელობის შემდეგ ასე ვთქვათ მონანიები ნუ ორი სიტყვით ვთქვათ ეს გრიბაედოვის მკვლელობაც აი ეს თურქმენჩაის ზავი რო არის და რომ არ ხდება ირანი და დიდი შფოთვა არის ირანში გრიბაედოვი ამ დროს ირანში მუშაობს რუსეთის საელჩოში და ეს რუსეთის წარმომადგენელი არის და ნუ ეს ბრბო შევარდება ფაქტობრივად და კლავენ ამ კაცს რომელიც მე თაწმინდაზე დღემდე არის დავა ამაზე სხვადასხვა როგორ მოკლეს რატო მოკლეს ერთიანი ის არ არის შეხედულება ნუ არის 1929 წელს შეიფარა ორი ქალბატონი რომლებიც გამოექცნენ ირანელ თითგვაროვან ქმას და ვითომ ამის გამო აიღო შემდეგი ვარიანტი ზოგადად ინგლისელებმა წააქეზეს ეს ბრბო ერთი ვარიანტი კიდე სასულიერო ფენამ გამოიჩინა ამ თვალსაზრისით მოკლედ ფაქტი არის რომ ამის შემდეგ მონანიების მისია მიდის და ჩემს პეტერბურგში და ჩემს მიერ ნახსენები სამი კაბირი არის მისიაში შემდეგ უწევს ამ კაცს უწევს ოსმალებთან მოლაპარაკებები და აი ოსმალეთის მიხედვით რაც ნახა რუსეთში რეფორმებს იწყებს ძალიან ენერგიული კაცი იმ თვალსაზრისით რომ პრინციპში აასებს პირველ უმაღლეს სასწავლებელს უფრო ტექნიკური ხასიათის სასწავლებელია და ფონუნი პირველი გაზეთი მის დროს გამოდის გოული ასე ვთქვათ ბაზასაც აასებს რაღაც არხები გაყავს და ბევრი ვთქვათ იგივე სპობს სინაკურების სისტემას ანუ აი თანამდებობების ყიდვის სისტემას და პროვინციებზე კონტროლს ამკაცრებს, თუმცა საბოლოო ჯამში მარცხდება და ის მას ბოლოს გადააყენებენ და შემდეგ მოკლავენ კიდევაც. ამ დასაწყის პერიოდში ნასერუდინ შაჰის კიდევ ერთი მოვლენა რელიგიური მოძრაობა, ბაბიდების მოძრაობა. ძალიან სერიოზული ეს არის, ეს ბაბი მე იძახის რომ არის ახალი მოციქული და ახალი წიგნი მოაქვს, წმინდა წიგნი მოაქვს და ეს არის რაღაც ძალიან როგორ გითხრათ, იცით ეს ლიბერალიზაცია ისლამისაც ბევრ რაღაცას ქალთა უფლებების თვალსაზრისით და ასე შემდეგ მისი მიმდევრები არიან ქალებიც და ერთ-ერთი ქალი არის რომელიც პირველი იხსნის თავსაბურავს ირანში ამ ბაბიდების მოძრაობას ჩაახშობენ საბოლოო ჯამში, თუმცა ამ ბაბიდების მოძრაობიდან ამოიზრდება შემდეგ, ასე ვთქვათ, ეკუმენისტური რელიგია, ეს ბაჰაიზმი, ბაჰაულა არის ბაბის მოწაფე და მის სახელს უკავშირდება, რომელიც ეს ფართოდ არის გავრცელებული საკმაოდ მსოფლიოში და რაც უნდა უცნაური იყოს, ცენტრი არის ისრაელში. თავი ტაძარი ასე ვთქვათ და ნასერუდინ შაჰის მოღვაწეობის სხვა ელემენტები ეს არის ასე ვთქვათ ამავე პერიოდში იქმნება პირველი ირანული მასონური ლოჟა რომელშიც თავდაპირველად ეს ნასერუდინი მოღვაწეობს კიდევაც ფარამუშ ხანე ეწოდება დავიწყების სახლი შემდეგ აღარ მოეწონება და გაუქმებს აკრძალავს კიდევ ერთი ფიგურა მნიშვნელოვანი მიზა მალქუმ ხანი რომელიც პირველად წარმოაყენებს ასე ვთქვათ კონსტიტუციის მიღების იდეას ოღონდ მისი იდეა ასე ვთქვათ აბსოლუტური მონარქიის დამყარებას ითვალისწინებს რაც ისედაც არსებობს ირანში ეს მომენტი არის და ნასერუდინ შაჰის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაც ხდება ეს არის ეკონომიკურ ცხოვრებაში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები იმიტომ რომ ევროპული მანუფაქტურული ნაწარმი შედის ირანში ეს ერთის მხრივ ეკონომიკას ხელს უწყობს ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი ხდება ბევრი რაღაცა მოსახლეობისთვის მაგრამ აი წვრილ ხელოსნებს პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ძალიან მატულობს
ბამბის და ოპიუმის წარმოება. ამერიკის ასე ვთქვათ, სეცესიონისტო სამოქალაქო ომის პერიოდში, ასე ვთქვათ, ირანიდან ძალიან ბევრი გადის ბამბა აი ამ პერიოდში. ხო, ეს პრინციპში ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აი ირანის რუსეთთან ომებში დამარცხების შემდეგ საგარეო პოლიტიკურ ძალას ირანი აღარ წარმოადგენს და მისი მეზობელი არის, ირანის მეზობელი არის, პირდაპირ მეზობელი არის ინგლისის კოლონია ინდოეთი და მაშინდელი ინდოეთი დღევანდელ პაკისტანსაც აერთიანებს და პრინციპი პირდაპირ საზღვარი არის ირანთან და აი ჩრდილოეთიდან უკვე რუსეთი არის და აი ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ეკიშპება, აი ვინ იქნება პირველი ირანში. ეს ეგრეთ წოდებული great game, ანუ დიდი თამაში, მე-19 საუკუნის დიდი თამაში ამ დროს იწყება, ამ დროს იქმნება სხვადასხვა ავღანეთი. სხვაშორის ირანს პრეტენზიები აქვს ავღანეთზე, ჰერათზე კერძოდ. ხო, იმიტომ რომ ეს ავღანეთი ფაქტობრივად მანამდე ირანის იყო, ხო, ნუ ეს ავღანელები არიან და პერიოდულად ირანსაც კი იპყრობენ, მაგრამ ირანის ერთი სივრცე არის და ამ დროს ეს ცალკე გამოიყოფა და ეს კონკურენცია არის შიგნით, ანუ ირანის სუვერენიტეტი ძალიან შეზღუდული არის ამ პერიოდში და ხო, ეს ოპიუმის წარმოება და ბამბა. ხო, ეს ამის პარალელურად ხდება ეგრეთ წოდებული ოპიუმის ომები ჩინეთში, იმიტომ რომ ინგლისი ერთ-ერთ ყველაზე ფულს რითაც აკეთებს არის ინდოეთში აწარმოებს ოპიუმს მიაკ ჩინეთში. მიაკ ჩინეთში და ამას ბუნებრივია მობმული არის სპარსეთით, სადაც მისი გავლენა არის, რომ ეს ოპიუმი უნდა აწარმოოს და ჩინეთში ესე იოლად გამდიდრდეს. ესე პრინციპში ერთი რაღაც ალბათ დავამატოთ, ეს საზღვარი რაც გაივლო 1828 წელს დღესაც არსებობს, ხო? აი იგივე დღევანდელ აზერბაიჯანზე თუ ვლაპარაკობთ, ხო? ესე იგი განვითა ეს ასე ვთქვათ ხალხები განვითარების სხვადასხვა გზით მიდიან და ამის შემდეგ აბსოლუტურად დღესაც ეს თვალსაჩინოა განსხვავებები მათ შორის. ნუ აი ამ ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას თუ დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, დომინირებს ორი ძალა ირანში. ინგლისი და რუსეთი. ოფიციალური ხელშეკრულება ჯერ არ არის გაყოფაზე, 1907 წელს ხდება, მაგრამ რეალობა არის ასეთი. კიდევ ერთი მომენტი, რომ ღარიბდება ძალიან ირანი, მაგრამ შაჰს უნდა შემოსავლებიც და ძალიან უყვარს ამ ნასერუდის შაჰს, ძალიან უყვარს მოგზაურობები. მოგზაურობები ეს არ არის რომ ერთი ჩანთით მიდიხარ და რაღაცა ეს არის რომ 1000 კაცი მიყვება 1000 ცხენი მიაქვს საჩუქრად და ასე მიყავს საჩუქრად და ასე შემდგომას უზარმაზარი ამალა და საიდან ფული და აქ იწყება ძალიან საინტერესო პროცესი, კონცესიების გაცემის პროცესი. პირველი კონცესია ბარონ როიტეს, როგორც გნებავთ, მიიღო და კეზონი წერდა უკვე მერე, რომ აი ასეთი კონცესიაო, რომ ქვეყანამ ყველაფერი რაც აბადიაო გადასცესო ერთ კაცსო არ არსებულა. ლორდი კერზონი ეს არის 1905 წლებში ბრიტანეთის მეფის ნაცვალი ინდოეთში და მერე 1919-24 წლებში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ისტორიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერი 1921 წლებში და სხვათა შორის ორი წიგნი აქვს კერზონს ძალიან საინტერესო დაწერილი. ეს აღმოსავლეთ ცოდნიარი და თან სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტია. ლორდთა პალატის ხელმძღვანელი ამავე დროს, ნუ დიდი კაცი არის რა, კედლსტონის მარკიზი და ასე შემდეგ და 1888-99 წლებში, ზუსტად აი Great Games დიდი თამაშის დროს, ესე იგი მიდის რუსეთში, ჩამოივლის ესე იგი გადმოვა დარიალზე, გამოივლის მყინვარწვერს, ჩამოვა თბილისში, ჩავა სომხეთში, მერე ირანში და დაწერს წიგნს რუსეთი, სპარსეთსა და ცენტრალურ აზიაში.
ანუ ის აღწერს, რომ ამ გეოგრაფიას რა მნიშვნელობა აქვს, ძალიან დეტალურად აღწერს საქართველოსაც და რა საფრთხეს გვიქმნის რუსეთი და მერე უკვე შემდეგ წელს პირიქით გადმოკვეთავს შავი ზღვიდან ბათუმით შემოვა, გადმოვა რკინიგზით ბაქომდე, თბილისს გამოივლის, ჩავა სპარსეთში და დაწერს წიგნს სპარსეთი და სპარსეთის საკითხი. კი. ეს ამ ორ წიგნში საქართველოს და ქართველებს საკმაოდ სუყეთ არიან და ძალიან პოზიტიურად, აი პრემიერ-მინისტრი ლოი ჯორჯიც წერს, რომ ამ კერძონმა რომ იმოგზაურა საქართველოში, შეუყვარდა ეს მთიელი ხალხი და შეგვჭამა ამ ქართველებით. სულ ამ ქართველებზე ლაპარაკობს და აი ჩემი თვალით მაქვს რანახი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომები, სადაც კერძონი ლექციებს კითხულობს საქართველოს ისტორიაზე. და ნუ ამ ქართველებს წინ წამოწევს და რაღაცა და მათ შორის ეს გადასახლებული შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულ აბას აბადში იყო და შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულ ქართველებზე წერდა და საუბრობდა, მაგრამ ძალიან გათვითცნობიერებული კაცი, რომელიც მისი გათვითცნობიერება დაგვეხმარა 18-21 წლებში ეს კაცი საბოლოო ჯამში დამარცხდა ბრიტანეთის შიდა კაბინეტურ ბრძოლაში, მაგრამ აი ამისთვის იბრძოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და მისი დახმარებით არის აღიარება მოპოვებული და ნუ რა უნდოდა ამ კაცს, რომ ესე იგი მოკლე გზა სპარსეთისკენ და სპარსეთთან სავაჭროდ გადის კავკასიაზე, ეს რკინიგზა უნიშნულოვანესი არის, ნავთობი არის ამავე დროს და რუსეთთან ბუფერი, იმიტომ რომ რუსეთი არ გაჩერდება, რუსეთს მოუნდება სპარსეთის წაღება და მე სპარსეთიდან ინდოეთში გადმოსვლა და რუკას რო დახედავ, გეოგრაფიას რო შეხედავ, ყველაზე იოლი გასაჩერებელი რუსეთი არის კავკასიონის ქედზე და ეხლა ჩვენ აქ უნდა გავაჩეროთ ესენი, ანუ დრო ვიხელთეთ, ხო, რომ რუსეთში რევოლუცია მოხდა, ჩამოიშალა იქ სახელმწიფო, აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოები გამოცხადნენ სამხრეთ კავკასიაში, საიდანაც ქართველები არიან ლიდერები, ქართველებს უნდა დავეყოთ და ქართველების დახმარებით ეს კავკასიონის ქედი გავამაგროთ, რომ რუსეთი ამის სამხრეთში აღარ შეუშვათ, რაც ძალიან ხელსაყრელი იყო ჩვენთვის და თან ამ დროს აკაკი ხოშტარია ზუსტად აი ამ ირანის კასპიის ზღვის სანაპიროებზე ფლობს ყველაფერს. ყველაფერს შეიძლება ითქვას და მე მაქვს ნანახი ბრიტანულ არქივებში ესეთი დოკუმენტი, საერთოდ ქართველები ამ პერიოდში დიდად არ გამოვირჩეოდით მეწარმეობით, ანუ სომხები იყვნენ დომინანტები ამ ხრივ, მაგრამ ხოშტარია მაინც არაჯიშვილთან ერთად ხოშტარია იყო გამონაკლისი შეიძლება ითქვას და აი ამ კონტექსტში 19 წელია რა, 19 წელია და ხოშტარიას აწვევიან რუსები, რომ აი მოგვეცით. მოგვეცი შენი ეს კონცესიები, ეს თეთრი რუსებია, დენიკინელები. და ხოშტარია მივიდა ინგლისელებთან, რომ ესე მაწვევიან ესენი და მიშველეთ რაღაცა რა. ხო და ინგლისში წამოვიდა ესეთი იდეა, რომ მოდი ამ კაცს ერთი ხო არ მივცეთ ეს რამდენიმე მილიონი ვიყიდოთ ეს კონცესია, ვიდრე ის რომ მე რუსები შემოვიდნენ კავკასიაში და წაართვან ეს კონცესიები. ნუ ესე არ მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ნუ ამ კაცმა შეიძლება ხოშტარიაზეც ვეცდაო, მაგრამ მქონდა საშუალება და ბედნიერება, რომ ირანში დაცული არქივი, ასე ვთქვათ, შემესწავლა ხოშტარიასი, ეს ძალიან საინტერესო, საჯიშვილთან ერთად ვახსენეთ, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უფრო მასშტაბური ფიგურაა. და აქ არის სხვა მომენტი, რომ ამ კაცმა ბევრი რაღაცები გააკეთა, მცირე, მაგრამ პირველი რკინიგზა მისი გაკეთებული არის ირანში, მაზალიდან ზუსტად. და ის ფლობდა სანავთობო კონცესიას სემნანთან. სემნანი ჩრდილოეთ ირანში არის, მაგრამ ერთი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი და ეს დღესაც თვალსაჩინო. არც კასპიის ზღვაში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე ირანსაც ეკუთვნის, ასე ვთქვათ. ძალიან ცოტა არის ნავთობი. პრაქტიკულად არ არის, მაგრამ ხოშტარია ეს სანავთობო კონცესია მოიპოვა ჩრდილოეთში, სემნანში და პრაქტიკულად ძალიან ცოტა არის ნავთობი. მაგრამ შექმნა ასე ვთქვათ სიტუაცია ისეთი წარმოსახა ისე რომ ძალიან სერიოზული ნავთობი არის
ამას მოყვა ჯერ ესე იგი ეს მოყვა ჯერ რუსების გააქტიურება ჯერ კიდევ თეთრი რუსები არიან შემდეგ ინგლისელების ჩართვა ამ სიტუაციაში შემდეგ უკვე საბჭოთა რუსეთის ჩართვა და ფრანგების ჩართვაც და ამერიკელების ჩართვაც აქ ბევრი ისტორია დასაკეთებს როგორ რუსეთთან ურთიერთობა ბანკი აქვს თავისი ძალიან ესეთი ჩახლართული ისტორია ასე რომ ვთქვათ საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა ახლა ძალიან დიდი როლი ითამაშა იგივე დამოუკიდებელი პირველი რესპუბლიკის ისტორიაში თავისი ქველმოქმედებით და თავისი დახმარებით. და სხვათა შორის პლუს ბოდიშ ჩაგეჭრებით არ დაივიწყოთ ეკონომიკურ საკითხშიც, იმიტომ რომ ის იყო ეკონომიკურ მომლაპარაკებლად ბრიტანეთში გაგზავნილი და ჩვენს დასავლურ ეკონომიკურ მისიებში მონაწილეობდა. და საინტერესო და პარადოქსული რა არის უბრალოდ ახლა აღარ გავაგრძელებ ხოშტარიაზე საუბარს. ტრაგიკული ფიგურა ეს დავამატებ მაინც ესეც ყაჯართა ეპოქის მომენტი არის, რომ თეირანში არსებობს ქრისტიანული სასაფლაო, დულაბის სასაფლაო და სადაც არის ქართული სექტორი. მისი მეუღლე არის დასაფლავებული. მისი მეუღლე არის დასაფლავებული, ეს არის ეკლესიის ფორმის პატარა აკლდამა, სამთავისის ფორმის არის აღებული, როგორც ჩანს არქიტექტურა ეს მარკოვი, რომელიც თბილისელი რუსი იყო და რომელმაც პრაქტიკულად ის 20-იან წლებში, 30-იან წლებში ააშენა თეირანი. ეს ძველი თეირანი, ასე ვთქვათ, რაც არის ევროპული სახის თეირანი. Pasuli elementებით ამ მარკოვის აშენებულია. და რა არის საინტერესო, რომ უკვე მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, როდესაც ასე ვთქვათ, ექსპანსიონისტური მიზნები აქვს საბჭოთა კავშირს, ირანის აზერბაიჯანის კრიზისის გარდა მეორე საკითხი არის ჩრდილოეთ ირანში სანავთობო კონცესია. ამას ითხოვენ. და კიდევ ვიმეორებ, რომ იქ ძალიან ცოტა არის ნავთობი, მაგრამ ასე ვთქვათ, შემორჩენილი აქვს მეხსიერება, რადგან აი ხოშტარია ასეთ ყურადღებას აქცევდა და ეს ბევრი იქნება და გამდიდრებით. საბჭოთა კავშირი მოახერხებს ირანი ძალიან ჭკვიანური შვლებით, სხვათა შორის ყავა მიყავდათ ერთი პრემიერი იმ დროს, რომ ამ კონცესიას არ მისცემენ. და დღესაც იქ ნავთობის შესახებ არ არის ლაპარაკი. მოკლედ აი ესეთი ისტორია უკავშირდება ხოშტარიას კონცესიას, მაგრამ იქ ხოშტარია იყო ვთქვათ ხეტრის ბიზნესის სფეროში იყო, თევზჭერის სფეროში იყო და სხვა მრავალ სფეროშიც იყო და როგორც უკანასკნელ ყაჯარებთან ისევე ახალ დინასტიასთანაც უკვე 1920 ფეხლებისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დაპატიჟებული იყო ინაუგურაციაზეც ახალი შახისა, რეზა შახისა. ხო, მაინც რა ხარ ცოტა აქეთ გადმოვიდეთ და გამოვტოვეთ რევოლუციის, ირანული რევოლუციის პერიოდი, მაგრამ კაი მივაბათ ეს და მერე დაუბრუნდეთ რევოლუციას, რესპუბლიკის წლები. ესე იგი, როგორც ვთქვით, აი კერძონის ეს პოლიტიკა იყო, რომ კავკასიის დამოუკიდებელი ბუფერული რესპუბლიკები, რომლებსაც უნდა დავეყრდნოთ და გავამაგროთ, იმისთვის, რათა ირანი და ინდოეთი დავიცვათ რუსებისგან და 1919 წლის 9 აგვისტოს კერძონის სხვათა შორის ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტთან შეუთანხმებლად აფორმებს სპარსულ ინგლისურ პროტექტორატის ხელშეკრულებას, რომლითაც ირღვევა 1907 წლის ხელშეკრულება რუსეთ-ინგლისისა, ანუ 1907 წელს რუსეთმა და ინგლისმა ფორმალურად გაიყვეს ირანი გავლენის ზონება. ჩრდილოეთ-სამხრეთი. ხო, ჩრდილოეთი იყო რუსეთის, სამხრეთი იყო ინგლისის და აი 1919 წელს ეს ხელშეკრულება ინგრევა, იმიტომ რომ პროტექტორატის ხელშეკრულებას აფორმებს კერძონი ირანელებთან. დიდ თანხასაც და ირანისთვის მნიშვნელოვან თანხას იძლევა. ესე იგი, ეს ხო აგვისტოში გაფორმდა და სექტემბერში შაჰი ჩადის ინგლისში
და შაჰს აქვს დიდი გეგმები და ამბიციები, რომ რადგანაც ესე იგი ინგლისელებმა ესე სერიოზულად მოჰკიდეს ამ საქმეს ხელი, ირანის ძველი დიდება ხო არ აღვადგინოთ და მაშინ პარიზის სამშვიდობო კონფერენცია მიმდინარეობს და ამ კონფერენციას ირანულმა დელეგაციამ გაუგზავნა წარმოუდგენელი მემორანდუმი, რომლითაც ერევნისა და ბაქოს ჩათვლით 17 ქალაქი. ხო, ითხოვდა ამს და ჩრდილოეთ კავკასიურ ძველ ირანულ სახანოებს, ანუ ფაქტობრივად, ანუ შაჰ-აბასისა და ნადირ შაჰის იმპერიის აღდგენა უნდოდათ და მე აი კერძონმა წააწერა ნანახი მაქვს ridiculous. ანუ სასაცილო აღმაშფოთებელი. ამდენადაც მე მახსოვს ეს გავცელეს, ასე ვთქვათ, ეს ფუცელი დაარიგეს მონაწილეებში, მაგრამ შემდეგ მოლაპარაკებების დარბაზში საერთოდ მათი დელეგაცია არ შეუშვეს. ხო, იმიტომ რომ არასერიოზული იყო ეს ყველაფერი. თუმცა აი მეორე ეპიზოდი მაქვს ეს ნანახი. იყო ბრიტანეთში რუსეთის ელჩი, თეთრი რუსების ელჩი, ევგენი საბლინი. და ნუ შაჰი რო ჩავიდა, შაჰს აუდიენციაზე უმასპინძლა კერძონმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იქ არის ინდოეთის საქმეთა მინისტრი ედვინ მონტეგიუ, დიდი ხალხი და ნუ შაჰი ცენტრში და საბლინიც დაპატიშეს. და საბლინი დეტალურ რეპორტს წერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეთრი რუსებისა სერგეი საზონოვს და აღუწერს ვინ სადიჯდა, რა სადღეგრძელოები ითქვა და კერძონმა საბლინს სადღეგრძელოში განუცხადა, რომ 1907 წლის ხელშეკრულება აღარ არსებობდა, რომ ეს ხლა რუსეთის არის მთელი ირანი და გულდაწყვეტილი საბლინი. უბრალოდ ინგლისის არის, ბრიტანეთის არის მთელი ირანი. ხო, ბრიტანეთის უბრალოდ რა თქმა უნდა, ბრიტანეთის არის მთელი ირანი და გულდაწყვეტილი საბლინი წერს საგარეო მინისტრ საზონოვს, რომ მე 1907 წლის ხელშეკრულების დაკრძალვაზე ვიყავი. იმიტომ რომ თვითონ საბლინი მონაწილეობდა ამ ხელშეკრულების შემუშავებაში თავის დროზე 1907 წელს და აქედან გამომდინარე თვითონ ირანი აი ამ განსაკუთრებით 19-21 წლებში გამოკვეთილად დაინტერესებულია აი ამ პოლიტიკის ფარგლებში გამოკვეთილად დაინტერესებული არის საქართველოს დამოუკიდებლობით, რათა საქართველო იყოს ბუფერი რუსეთსა და ირანს შორის და სხვათა შორის ირანი 1920 წელს ხდება ერთა ლიგის წევრი და საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხმას აძლევს. თუმცა აი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში შიგნით 1920 წელს იმარჯვებს ჩერჩილის ხაზი, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი უნდა აიყაროს კავკასიიდან წავიდეს. ეს ერთი მიმართულებაა, რომ ბრიტანელები ჩაეხსნენ ამ პოლიტიკას, მაგრამ მეორე მიმართულება არის ის, რომ ირანში რევოლუცია არის მომხდარი, კონსტიტუციური მონარქია არის და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ეს ხელშეკრულება. ანუ აი სპარსეთ ინგლისის პროტექტორატის ხელშეკრულება 1919 წელს ერთი მხრივ ამ ხელშეკრულებას ბრიტანეთში არ აქვს მხარდაჭერა, რადგან ჩერჩილი ამბობს, რომ ამ კაცმა ისე მოაწერაო კერძონმა ამ ხელშეკრულებას ხელი, რომ არავისთვის უკითხავსო. და მეორე მხრივ სპარსეთშიც არ აქვს ამას მხარდაჭერა და ჭირდება პარლამენტის რატიფიცირება სპარსეთში. ამ რატიფიცირებას სპარსეთის პარლამენტი არ აკეთებს და ფაქტობრივად ეს გეგმა ჩაიფუშება. ახლა მივადექით პარლამენტს უკვე და ეს პარლამენტი საიდან გაჩნდა და რევოლუციაზეც ალბათ უნდა ვილაპარაკოთ. ხო, რას ნასერუდინ შაჰს დაუბრუნდები, იმიტომ რაღაცები აქედან იწყება. საინტერესო პროცესები, ეს კონცესიების გაცემა, როიტეს მე ჩამოათვეს მაგრამ ნაწილი დაუბრუნეს და ხდება ასეთ საინტერესო ისტორია 1892 წელს, ეგრეთ წოდებული თამბაქოს აჯანყება, რომელიც პრელუდია რევოლუციური მოვლენების და რატომ რომ და კონცესია გაიცა ორ ინგლისელზე თამბაქოს შეძენა, გაყიდვა, ექსპორტი. ამან გარკვეულწილად
თამბაქოს მწარმოებლები გარანტია მიცა, ხო? აუცილებლად ყიდულობს ეს, მაგრამ წვილი მოვაჭრეები არიან, მთელი ჯაჭვი არის. ისინი გააღარიბა და მოკლედ მოხდა ისე, რომ ამას მოყვა აჯანყება. და აჯანყება მოყვა იმ თვალსაზრისით არის საინტერესო, რომ პირველად სასულიერო წოდება, რომელიც მანამდე, ასე ვთქვათ, დინასტიის უპირობო მხარდაჭერა იყო, მაგრამ ამ მხარდაჭერაში ბევრ პრივილეგიებს იღებდა, განუდგა ხელისუფლებას და ჩაუდგა მოძრაობას, საპროტესტო მოძრაობას სათავეში. მე ისიც საინტერესო მოვლენაც მოხდა, ეგ ეწოდა შახის ცოლებმა გამოაცხადეს, რომ აღარ მოვწევთ თამბაქოს. და მოკლედ ეს ნასეროდინი საბოლოო ჯამში იძულებული გახდა, რომ გამოეწვიეს კონცესია და ირანი ძალიან დიდი ხნის მანძილზე იხდიდა საპირგამტეხლო ქვია, მე მგონი ხო, პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო თული სიტყვა. ამას იხდიდა დიდი ხნის წინ. ეს ჩაისახა, ასე ვთქვათ, ეს. მეოზე 900 წლების დასაწყისში უკვე 96 წელს მოკლეს ნასეროდინ შახი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურა არის ამ კონტექსტში შეიძლება ვახსენოთ ჯამალადინ ავღანი, რომელიც ისლამის რეფორმატორად ითვლება რეალურად ირანული წარმოშობის ავღანია იყო, ასე ვთქვათ, გვარად, მაგრამ სუნიზმი მიიღო, იმიტომ ისლამური სამყაროს ერთიანობის, ასე ვთქვათ, მომხრე იყო, არის ცნობები, რომ ეგვიპტეში ის რაღაცა მასონური ლოჟის წევრიც იყო, წინააღმდეგობრივი ფიგურა საკმაოდ, მაგრამ დღესაც მისი გავლენა საკმაოდ დიდია, სწორედ მისმა მოწაფემ მოკლა ნასეროდინ შახი. ახალი შახი არის მოზაფარ-ად-დინ შახი, არაფრის გაკეთება არ უნდა. მოკლედ და დაიწყება რაღაც მღელვარებები და არის საინტერესო პროცესი ძალიან, მემარცხენე იდეები ამ დროს შედის ირანში უკვე. და განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, სამრეწველო რეგიონი არის უფრო ირანის აზერბაიჯანი. აი აქ არის ძალიან მემარცხენე იდეები განვითარებული. ამავე დროს ეს არის ტრადიციონალისტური კონსერვატული საზოგადოება, სადაც ძალიან დიდი როლი აქვს სასულიერო პირებს. დაიწყება, ასე ვთქვათ, საპროტესტო მოძრაობა და იდეა არის მთავარი რა. მივიღოთ კონსტიტუცია და ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა რა პერიოდია? გამოთქმასავით არსებობსო. მოკლედ იაპონია ამაცხებს რუსეთს ომში. იდეაზე. 1904 წლები. ერთადერთმა აღმოსავლურმა ქვეყანამ, რომელსაც კონსტიტუცია აქვს, დაამარცხა ერთადერთი დასავლური ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუცია არ აქვს. გამოსავალია კონსტიტუციას ეგრე. იმას არავინ ფიქრობს, რომ იაპონია არ არის ის ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთის ტიპის ქვეყანა, ან რუსეთი არ არის, დასავლეთი რო არ არის. მაგრამ ასე აღიქვამენ და ეს კონსტიტუცია არის ყველაფერი და მართლაც მიიღებენ კონსტიტუციას. ამ მოძრაობას იგი 906 წლის დასაწყისში მიიღებენ კონსტიტუციას, მაგრამ მოძრაობა შემდეგაც გრძელდება და საერთოდ მიიჩნევენ, რომ 911 წლამდე გრძელდება ეს რევოლუციური პროცესები და ძალიან ბევრი კავკასიელი, მათ შორის ქართველები არიან ჩართულები ამ პროცესში. გიორგი, აი აქ პატარა ჩანართს გავაკეთებ თქვენს ნებართვით. ქართველი და ზოგადად კავკასიელი ბოლშევიკების ბაზა არის ბაქო. არ არის ეს თბილისი, არის ბათუმი, არ არის მით უმეტეს ქუთაისი, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი სამრეწველო ცენტრი არის თავარი სამრეწველო ცენტრი ხდება ბაქო. ბაქო. და თან აქ ზედმეტად ინტერნაციონალური არის, თბილისზე ინტერნაციონალურიც კი არის ბაქო, დაახლოებით 80,000 რუსი მუშა ცხოვრობს ბაქოში, ყველაფერს რო თავი დაანებო. ამიტომ როცა მენშევიკებთან ბოლშევიკები ამ ბრძოლაში მარცხდებიან, მათ შორის სტალინიც გადადიან და ქართველი ბოლშევიკების ბაზა არის, იქ დაფრთიან და ყველა. და ბაქოს გაგრძელება არის ეს სპარსეთი, ანუ აქაც აზერბაიჯანელები, ჩრდილოეთ ირანშიც აზერბაიჯანელები, ხო? და ესენი გადადიან აქტიურად მოღვაწეობენ. იქა, ანუ ამ რევოლუციური ლიტერატურის გავრცელება მოკოქვა ამისი და შემდეგ სხვათა შორის ამას თავისი ეფექტი აქვს უკვე 20-21 წლებში.
და რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა რუსეთი ხო პოზიციონირებს როგორც ანტიკოლონიალისტური ძალა და ამ ხალხს ეუბნება, ირანელ მემარცხენეებს ეუბნება, რომ აი თქვენ უნდა გაგათავისუფლოთ ბრიტანული კოლონიალიზმისგან, ამ ბურჟუაზიული და იმპერიალისტური ძალისგან და ასევე ესენი ელაპარაკებიან ავღანელებსაც, აი ეს ბოლშევიკები ავღანელებსაც, ამ დროს ჯერ კიდევ სოფლიო რევოლუციის იდეები არის, ხო? ეს ტროცკი და სამხედრო კომუნიზმი და სხვა და ინდოელებსაც. რომ ამათ მთელი ესე იგი კონგრესები აქვს, ყრილობები აქვს ჩატარებული აღმოსავლეთის ხალხთა გათავისუფლების და იდეოლოგიზაციის და რევოლუციონერების მიმართულებით. გილანის საბჭოთა რესპუბლიკას ქმნიან, რომელიც რამდენიმე წელი არსებობს. და ეს ბრიტანელებისთვის არის სერიოზული გამოწვევა. ანუ ამას რა ვქნათ ახლა ამ საკითხზე, რა ვქნათ? ეს საკითხი უფრო დაარეგულირა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებამ სავაჭრო ხელშეკრულებამ ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის, სადაც რუსებმა თქვეს, რომ ნუ აი ამ სპარსეთსა და ავღანეთს და იმებს შევეშვებთ. იმავე წელს იდება ახალი ხელშეკრულება ბრიტანეთთან, რომელიც თქვათ საბჭოთა რუსეთთანაც იდება ხელშეკრულება, საბჭოთა რუსეთთან ძალიან საინტერესოა ეს ხელშეკრულება, რატომ რომ როგორც 1920 წლის მაისის საქართველოს იქაც არის ეს დამატებითი საიდუმლო პუნქტი ირანთან ხელშეკრულებაში, სპასეთი ქვია მაშინ, რომ აშეუშლიან ბოლშევიკების მოვაწეობას ხელს დაახლოებით ასეთ შინაარსის. მაგრამ ირანს უკვე რეზა შახის პირობებში ეყო ძალა, რომ შეეშალა და აბსოლუტურად კომუნისტური პარტია პრაქტიკულად ეს თუდეს პარტია გაექრო და ყველა ციხეში ჩაესვა. ეს ამის უნდადი 1925 წლის შემდეგ. მაგრამ აი ეს რევოლუცია რა შედეგით თავდება ირანში? შედეგით თავდება ხო. პრინციპში ასე ვთქვათ, შედეგი გაუგებარი არის, რატომ? პირველი კონსტიტუცია მიღებულია, მაგრამ არის ძალიან უცნაური კონსტიტუცია, რა თვალსაზრისით. ბელგიის კონსტიტუცია აქვს აღებული, ასე ვთქვათ, ნიმუშად მოდელად, მაგრამ ასევე არის ერთი პუნქტი ამ კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ვიზირება ამ გადაწყვეტილებას შეამოწმოს და დააკანონოს 5 ყველაზე მაღალი დონის მუჯთაჰედის ან სასულიერო პირისგან შედგება კომისია. ეს გარკვეულწილად არის ძალიან უცნაური რაცა ირანის ისლამურ რევოლუციას მაგონებს ეგ. კი, აი ეს არასდროს განხორციელებულა. ეს კონსტიტუცია ისლამურ რევოლუციამდე არ შეცვლილა ირანში. ანუ ის ირანს ეწოდებოდა ფახლავიანთა დროსაც და უკანასკნელი ყაჯარების დროსაც სალთანათე მაშრუთე, ანუ კონსტიტუციური მონარქია. მაგრამ რეალურად არავითარი კონსტიტუციური მონარქია არ იყო. შემდეგ არის ეს პრობლემა დგება, შიდა დინასტიური პრობლემა დგება, სხვათა შორის მამადაშვილი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან რუსები, ვთქვათ, ახმადშადს უჭერენ მხარს, პარლამენტი ეს მეჯლისი ძალიან სუსტდება და პრინციპში ამ ქვეყანაში სამხედრო ძალაც არ არსებობს. ერთადერთი სამხედრო ძალა არის 4000 კაციანი კორპუსი, კაზაკთა ბრიგადა. ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ნასერუდინი რო ახსენე, მოგზაურობა უყვარდა მეთქი, მათ შორის მოსკოვშიც იყო. მოსკოვში მისმა ცოლებმა იჩხუბეს ერთმანეთში და უკან გაუშვა სხვათა შორის. ეს ძალკე ისტორია ფოტოები ხო და მიგდახა კაზაკები და ძალიან მოეწოდა კაზაკთა რაღაცა გვარდია თუ ნახა მოსკოვში და გადაწყვიტა რომ ირანში შევქმნიო და მართლაც შექმნა ირანში ასეთი ბრიგადა, რომელსაც სათავეში ედგნენ რუსები. მაგრამ აი რევოლუციის დროს, ამ კონსტიტუციური რევოლუციის დროს გადაწყდა, რომ მარტო ირანელები უნდა ყოფილიყვნენ სათავეში. ნდობა არ იყო რუსები. ხო, და ამის შემდეგ სწორედ აი ეს რეზა ხანი, მაზანდარანელი
გლეხი უდრება სათავეში ამ კაზაკთა ბრიგადას და ეს კაზაკთა ბრიგადა არის ერთადერთი ქმედითუნარიანი ძალა სახელმწიფო პრეტორიანული გვარდიის ისე რომ ანუ შაჰის უსაფრთხოება დაიცვას. ჰამადანში დგას და მე ადგება ზეზახანი და გამოილაშქრებს თეირანში და პრინციპში ხდება ყველაფერი თავდაპირველად არის ის სამხედრო მინისტრი, პრემიერი არის სხვა ზიათაბათაბა მე პრემიერიც ხდება და 25 წელს შაჰი და შაჰიც ხდება და აქ საინტერესო ეს ყაჯარს უკანასკნელ ყაჯარ მონარქს ამ აჰმად შაჰს შენ ვათახალო ნამდვილად ეუბნებიან და წადი ევროპაში იმკურნალეო. და გავუშვებენ და ისიც სიცოცხლეს ისე 30 წელს ამთავრებს მონტე-კარლოში არ გამოდის კაზინოდან და იქ ცხოვრობს. თუმცა შთამომავლობა ძალიან დიდი დაჩათ ყაჯარებს სწორედ. და კიდევ ერთი საინტერესო რა არის რეზა ხანთან დაკავშირებით თავდაპირველად მას უნდა ატათურქის ტიპის რესპუბლიკის შექმნა და პრეზიდენტი იქნება, ასე ვთქვათ, შეუზღუდავი უფლებებით. მაგრამ ძალიან ძლიერი არის სასულიერო წოდება. და სასულიერო წოდება რესპუბლიკის წინააღმდეგ წავა და მონარქიის მომხრედ. ხო, თან რამდენადაც პარადოქსულია რომ დაიყოს დღევანდელი გადმოსახედი და ისლამში ხო. მაგრამ მეორეც არის რომ ირანს 2500 მეტი 2700 სლოვანი ისტორია ქონდა მონარქიისა ფაქტობრივად და უბრალოდ ასე ვთქვათ რესპუბლიკა იმდენად უცხო ცნება არისო მონარქია ნაცნობია ყოველთვის იყო მონარქი ასეთი პრინციპში შეგვიძლია გავიდეთ ახლა ბოლოსკენ ხო უკვე თითქმის 2 საათი არის ვსაუბრობთ ამის შემდგომი ისტორიის გაგრძელება თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YouTube არხის მინაზე, რომელიც აი ამ ირანში გამოსვლების პარალელურად ხო ჩავწერეთ მაშინ ფეხლებიდან ვიდრე ირანული რევოლუციის შედეგებამდე და თუ შეხვალთ YouTube არხის მინაზე შეგიძლიათ შეხვიდეთ აქტუალური ისტორიის პლეილისტზე, პლეილისტში გადახვიდეთ და აქტუალური ისტორიის პლეილისტში ნახოთ ირანის ისლამური რევოლუცია ესეთ სათაურით ეპიზოდი, სადაც უკვე აი რეზა ხან ფეჰლევით ვიწყებთ და ვამთავრებთ 10 გარდაცვლილი ალი ხამენეით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და გვისმინეთ. გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის და იმისთვის რომ გვანათლებთ ირანის ისტორიაში ქართველებს, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი მეზობელი, რომელიც 1000 წლეულების მანძილზე პრინციპში იწილად განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის ბედს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დაგვიკომენტარეთ, გაგვაზიარეთ, დაგვეხმარეთ ცოდნის გავრცელებაში და ცოდნის გავრცელებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს თავარ პარტნიორს წყალი მთის. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.